მოგესალმებით, პოდკასტის მეორე ეპიზოდი, ჩემი სტუმარი არის დღეს ლეგენდარული Young Mike. როგორ კარგად. 6 წელი არ მინახი ხარ, ხო, შეიძლება მეტიც? 7. შეიძლება, კი. ეხლა რომ მოვდიოდი, უსმენდი იმას. ერთი რამე, ხო იცი, შენი ტრეკი რა? კი. იმედი არ დაგავიწყდა. არა. მაგ ტრეკს უსმენდი გზაში და ერთი რამე რაც არ მინდა ვიყვა ბროკ. ძალიან მაგარი ტრეკია. აი მე რო შეკავს, ხოაზე ხარ ვერსი რა. აი ძალიან დუხია და ცოტა მეძინებოდა სპონჩი და გამომაფხიზლა. შენ როგორ ახარ? სასიამოვნოა. რავი, მე სიახლებია მომიყევი. ერთი სიახლე ამ ეტაპზე რაც არის, აი ბეთლი მაქვს 6 თებერვალს და მაქსიმალურად გადართული ვარ მაგაზე და მე უკვე ნელ-ნელა სხვა სიახლეებსაც გამოვამჟღავნებ რა. ამასთან ბეთლი, ხო? რაღაცა უნდა იყოს დაუიწყარი რა, იმიტომ რომ ნო, რა ვიცი. ხალხი ელოდება არ რევანშის პონტია, ხო? ხო, ესე გამოვიდა. ხარ მზად? კი, აი მზადების პროცესში ვარ რა. 90%-ზე ვარ. BPM-ია თუ ჩვეულებრივი? BPM ბითებზე კი. ხო. PvP flow. ძალიან საინტერესოა და შემოქმედებაში რა ხდება შენთან აი რაღაცა? შემოქმედებაში ხო ამ ეტაპზე პაუზა გაქვს ცოტა? ფლატ პაუზას ვერ ვიტყოდი, მაგრამ აი ამაზე ვარ ძირითადად გადართული რა. ამას როგორც კი მას ვიზაო დავასრულებ, მე უკვე აქტიურად ვაპირებ რაღაც სიახლეების ნელ-ნელა მოწოდებას რა. უბრალოდ წინასწარ არ მიყვარს ესე რომ აი ეხლა იცი ჯერ არ მაქვს დამთავრებული თუ რაღაცა. აი ესეთი პონტები არ გაქვს ხოლმე, აი რაღაცა პროექტს იწყებ და ვერ სხვაზე გადადიხარ ეგრევე რა. კი, მაქვს ძალიან ბევრი მაქვს ეგეთ ძირითადად ჩემი შემოქმედება ალბათ ეგ არის აი დაუმთავრებელი პროექტები. ხო. ალბათ ეგეთი მაქვს, რა ვიცი, 1000 ან მეტი, არ ვიცი. ხო. მაგრამ რაღაც წამს რომ ოდესღაც მაგრამ მე უბრუნდები ხოლმე, ხო? არის შემთხვევები რომ უბრუნდები რა, არის შემთხვევები რომ უბრუნდები და მუშაობის პროცესში მე შეიძლება საერთოდ შეიცვალოს სახე და იმ პირვანდელს საერთოდ აღარ გავდეს რა. თავიდანაც იყო ჩაფიქრებული, იმიტომ რომ სხვა დუხზე ხარ იმ წამს. ხო, დრო გადის და შენი აზროვნება იცვლება და მაშინ ცოტა ხნის წინ რაც გინდოდა მაგ თემაზე რომ გეთქვა, ახლა შეიძლება აღარ იყოს, ხო, რა თქმა უნდა. რაღაცა აი ვამჩნევ რომ აი თითქოს ცოტა რეპში რაღაცა არაფერი თითქოს ახალი აღარ იდება, ხო? მარტო აქ კი არა. ხო, კრიზისი არის ზოგადად, ხო. ჩავარდა არის, ხო? ხო, მეც ესე ალბომები აღარ იდება რაღაც სერიოზული ადრე თუ იდებოდა ბენგერები, ეხლა აღარ იდება. ხო, აი მე მგონი ეს რაღაცეები აი სტრიმინგმა და ინტერნეტმაც განაპირობა რა, იმიტომ რომ ყველაფერი გადავიდა, აი გადაიზილა, ასე ვთქვათ რა, იმისთვის რომ შენი მუსიკა მოასმენინო, უნდა გააკეთო აი რაღაცა უნდა მოხდეს, ან რაღაც კლიპები უნდა იყოს ისეთი, აი რაღაც უნდა მოიზიდოს ვეღარ იგი როგორ უნდა შემოიტყუო რა მსმენელი, ის კულტურა თითქოს აღარ არის, რომ აი წავალდე ხა მუსიკას მოусვენ, მუსიკას უსმენ, იმიტომ რომ სადღაც TikTok-ზე რაღაცა ტრენდის ვიდეო ამოგიგდო და აბა ნახო. და გადავიდე ხო და ეგეთი ტრეკები აირია პონტი რა. აი ეხა ხო უსმენ ახალ ტრეკებს, ხა აი რაღაცა ახალი ვეშები 1000-ში ერთხელ რაც იდება ნორმალური მიდება, მაგრამ აი ძირითადად განვითარებას სათხედავ, რომ წავა ეხა ჰიპ-ჰოპი. აი რაღაცა შემხვდა გადაობის მონჩი, ვიღაცა გადაობდა, რაღაცა цаრიელი ავტოტუნის წმუილი ისმის რა და მეტი აღარაფერი აღარ წბითი. მე არ ვფიქრობ რომ მაინც და მაინც ავტოტუნის ანუ იცი რა არის, რატომღაც მიღებული არის რომ აი თუ ავტოტუნით არის გაკეთებული, ესე იგი ტრეშია და თუ არის რაღაცა ბუმბეპის ბიტზე, ესე იგი ნაღდი რეპია, არა და შეიძლება ავტოტუნით შედევრი იყოს და ბუმბეპის იმაზე რა ქვია დრამზე იყოს ყლეობა რა, ხო შეიძლება გინე. კი, როგორ არა. ხო და ანუ აი ეს ის არის რა, ძალიან ზედაპირული შეფასება ხდება რა. ეს ამ სტილშია, ესე იგი მაგარია, რანაირად არის მაგარი, ანუ კი და მე დაჟე ხა უნდა მეთქვა ან ეს ავტოტუნს ხმარობს არ ვარ გაწვა. აი შენ ორი აი ავტოტუნი რო არის იყოს მაინც კაი რეპერი იჩთებოდი შენ რა. აი რა მარტო კომპლიმენტის კი არა, ანუ კაია რა პონჩი, იმიტომ ფლექსიბულა ხარ. ნახე ხო, კი იცი რა მომენტი არის, აი რაღაცას ვიტყვი რა. ანუ მე ვისწავლე და შევიყვარე რეპად, ანუ ჩემ ბავშვობაში რა რეპიც აღმოვაჩინე, იმაზე ასე ვთქვათ, ის შევისწავლე, იმის ელემენტები. მე ნელ-ნელა წამოვიდა აი Lil Wayne-ის Carter 3 იყო ალბომი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა აი Kanye-ს 808s and Heartbreak. ნუ იყო რაღაც ალბომები, სადაც ეს ავტოტუნი დიდი დოზით შემოვიდა და ეგ ეპოქაც იყო და იმან მოახდინა გავლენა რეპზე.
და მაინც და მაინც ის არ არის რომ ეს რაღაცა ეს რა შემოიღეს ყლეობა თუ რა ანუ არა ძალიან მაგარი რამე შეიძლება ნებისმიერ რაღაცა შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის შენი ამოცანა როგორც რეპერის არტისტის რა არის რომ შენი სათქმელი თქვა ხო აი ის ისტორია მომწონს რა ენდი ვორჰოლმა რომ გააკეთა ქილებისგან შედევრი იმიტომ რომ დაემტკიცებინა რომ არა მნიშვნელობა რას გამოიყენებ თავარია შენი ტექნიკა შენი სათქმელი შენი იდეა მოგვაწოდო ხო და შეიძლება ქილებიც იყოს, შეიძლება ავტოტუნიც იყოს და შეიძლება კიდე რაღაცა იყოს. ანუ ის პრობლემა ავტოტუნში კი არ არის, პრობლემა არის კი, რა თქმა უნდა ის მომენტი არის, რომ შეიძლება ავტოტუნმა ის გამოიწვიოს, რომ ვიღაცებმა სიმღერა ვეღარ ისწავლონ, ან აი მაგალითად AI რასაც აკეთებს, ხო? აი AI გაქვს და ამიტომ შეიძლება რაღაცა სკილები ვეღარ განგივითარდეს რა. ხო, აი შეიძლება ვეღარ ისწავლოთ სიმღერის დაწერა. რა თქმა უნდა, ეგ საშიშროება არის ალბათ და შეიძლება ავტოტუნი რაღაც მაგ მხრივ იყოს რაღაც სახიფათო მუსიკისთვის, ასე ვთქვათ, რომ იმდენად მაღალ დონეზე აღარ ჭირდება ვოკალის განვითარება, იმიტომ რომ შეუძლია რომ გაასწოროს იქ. თუმცა შენ ამ გლობალურ რაღაცებს ხო ვერ აღუდგები წინ რა. არა, წინ ვერ ახო, ეს მაინც მოდის ისედაც. ამიტომ უნდა გამოიყენო შენ თუ გააქვს ამბიცია და თვლი რომ კარგი არტისტი ხარ და ნორმალური არტისტი ხარ, ეს რაღაცები უნდა გამოიყენო და შენი სათქმელი თქვა. შეიძლება ავტოტუნით ისიც თქვა რომ ავტოტუნი არ არის საჭირო. ხო, მაგრამ ხო არიან ისეთი რეპერებიც რომ ავტოტუნი რო გაუთიშო უკვე ვეღარ რა. ანუ ფიზიკურად არ ყოფნით რა რესურსები. იცი რა არის? რეპერებსაც გულისხმობ. რეპერებზე არ ვიცი, ვის გულისხმობ შენ კონკრეტულად. ანუ არიან ისეთი რეპერები, რომლებიც არიან შეზრდილი ავტოტუნთან რა. ანუ იმიტომ კი არა რომ განა არ ვარგა ის როგორც არტისტი. უბრალოდ ის ეგეთი პროდუქტი არის რა. ანუ ავტოტუნის და იმის კოლაბორაციაში გამოდის ის პროდუქტი რა, შენ რაც გევასება. და რეპერთან იმდენად მაგაზე პრეტენზია ვერ მექნება. აი მით უმეტეს რა Young Thugs and Futures თუ აიღებ რა. ჩემი საყვარელი რეპერი. მაგრამ ახლა მომღერალი რო არის თქვა Britney Spears-ი და ავტოტუნის გარეშე ნუ რაღაც დროს Britney Spears-ია, მაგრამ უბრალოდ გამახსენდა, იმიტომ რომ რაღაცა ის იყო რა, ლიქიდო, სადაც ავტოტუნს თუ ხმის გასწავლების გარეშე არ ვარგო. ახლა ის კიდე სხვა პრეტენზია არის, რომ თუ ვოკალურად არ შეგიძლია მაგის გაკეთება, საერთოდ ასაკეთებ. თავისთავად. ანუ ყველაფერი მთავარია, რომ შენი შემოქმედება რაღაცით გაიტანო რა. როგორ გაიტანო, უკვე ფორმა შენი შეერჩიო. ხო და აი საერთოდ არ ტეხავს რა ჩემი აზრით. ეხლა რომ აწვევია, რომ აი რატო იყენებ ავტო. აქა თორე იქ იქ საერთოდ არავინ არ ჭედავს. არა, იქაც კი, როგორ არა. ის ვიდეო შერას თქვი იქაური არ არის? რომელი? აი რაღაცა მომავალში მარტო ავტოტუნი იქნება. ხო, ეგ პროსტა შარჟის პლანში ვიძახი. ხო და იქაც აქვს ვიღაცების პრეტენზია რა. არა, იქაც არის ეგეთი სასტავი, რომ არავითარი ავტოტუნი და იმენა იფაზრე. ფასარი არა. ჯო, ანუ ეხა აკვირდები რა ხდება იქით, ნახე ხო, პაფტედის ამბები რა. ეგ მაგას როგორ ავწდებოდი, ეხა უეჭველი უნდა მეთქვა რა. რა ხდება ტო? მე მგონი ის ხდება, რომ უბრალოდ ამხილა ტიპმა ვიღაცები მე მაგას ის ქონდა რა ქვია ეხა მე არ ვიცი და შენი აზრი ხო მე ის ჯერ ესეთი არ ჩავღრმავები ვარ დიდათ მაგ იმას უბრალოდ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი არის რომ ფავდედი ჯერ ესეთი ვინც ჩართული არის მაგ თემებში ეგ ყოველთვის ვიცოდით რომ ფავდედი იმეებს რა ორგიებს მართავდა თუ კაცებთან ქონდა სექსი თუ რასაკეთებდა ეს ჭორები სულ არსებობდა 90-იანი წლებიდან და არასოდეს არ შემპარვია ეჭვი რომ ანუ ჯეროდა კი მჯეროდა კი რა ჩვეულებრივი მომენტი იყო ეს შოკი ის იყო რომ ამას რო აცხადებს ესა რა ქართული ტელევიზია რო აცხადებს ეგ არის სიგიჟე რა აქამდე რო ჩამოვიდა ეს ამბავი და ამის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ის არის რომ ანუ ეს ამდენი ხანი ეს ინფორმაცია იყო და პარალელურად ეს არის ტიპი რომელიც არის თუფაკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხო ანუ ეჭვმიტანილი სარქვია რა ანუ ხალხმა ვიცით რომ ფაფის შეკვეთილი იყო თუფაკის მკვლელობა და არის ეგეთი ისიც რომ ბიგის მკვლელობაც იცოდა რა მაგაშიც მონაწილეობა აი ხა მაგის იმაში რაღაცა დეტალებში და დავამტკიცო და რაღაც სასამართლოზე წავიდე არა მაგრამ ანუ ჯერა რა ვიცი რა ჯერა რომ პროსტა რომ დაიბაზრებს ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ეს არის რა ქვია
ანუ როგორი შეფასება მიდის, იცი? ხო. ეს გააკეთა, ცუდია, დედა მოვთხან თუ რაღაცა. ანუ მან ეგ არ ხდება რა, როგორც ისტორიაში, ხო, ნაპოლეონი არის, ხო, ეხლა ვიღაცისთვის დედა მოტყნული ტიპი არის, მაგრამ ანუ იყო ხო, მოვლენა იყო და რაღაც დედის ტყნელი რაღაცეები გააკეთა, ნახევარ მსოფლიოს დედა მოუტყნა, ხო? ანუ ეს არის, რომ ტიპი დედის ტყნელი ტიპია, ხო? მაგის დედა მოუტყან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რა ქნა, ხო? ანუ პაბლო ესკობარზე დიდი გავლენა. ხო, ძალიან გავლენიანი ტიპი არის, მაგრამ ის რომ ეს ინფორმაცია, ანუ მან კიდე რა თემა მიდიოდა, რომ ფაფი რო დაიჭირეს, მან ეს იყო, რა ქვია, ეგეთი ნიუსი იყო, რომ სახლიდან ამოიღეს რაღაც ათასობით ბეიბი ოილი თუ ზეთი, საბავშვო ზეთი და თან ეს როგორ ჟღერს, რომ საბავშვო ზეთი, რომ ვითომ მაინც ბავშვის ზე ხო არ არის. და აიმე რას ინახავ და სახლში, ანუ ტიპს თუფაკ იყავს მოკლული და საბავშვო ზეთი აქვს სახლში შენახული და ორგიას აწყობს, ეს არის პრობლემა და ესა 20 წელი გულაობდა ტიპი და თავზე გვატყნავდა ჰოლივუდს და ეხლა ისა რა ქვია ბიჭო თან კომპრომისები რო აქ აიგა ხო და პიზდეცი რა არის რა რომ ამ ინფორმაციის გაბაზრება და გაჟღერება და ესე დონეზე და საქართველომდე ჩამოტანა და კიდე იმის შორს იქ ჩვენს იქეთ წაღებას ხო რაღაცა მიზანი აქვს რაღაცის ანუ რატო გამოდის ეს ინფორმაცია რომ ეს ტიპი პროსტა გაშავდეს რომ ეგ რას დაკეთებს ისა კაცებს ტყნავს თუ რაღაცა და ანუ ამდენი წელია მაგის პროპაგანდა მიდის და მაგაზე ლაპარაკი რომ ვისაც გვინდა როგორც გვინდა ისეთი სექსი ქონდეს და ამისი რატო არის პრობლემა არა ბიჭო მაგას მეც ვერ ხვდები ხო და აი მაგაში არის საქმე რომ რაღაცა შიგნით მოხდა და რაღაც ეგეთი ვერსია არის მე ხა ყიცებას არ ვამბობ ყიცებით ფორმაში მარტო იმას ვამბობ რომ ეს არის პროსტა ამ ტიპის გაშავება და ფაფირო ფართებს ვეღარ მოაწყობს ჰოლივუდში აღნიშნავს რომ ჰოლივუდში იმას აღარ გააკეთებენ რასაც ფაფის ფართიზე აკეთებდნენ ანუ სხვა გააკეთებს ხო სხვა გააკეთებს და უფრო ოსტატურად და შენიღბულად და აღარ მოუვა შიდა წრეებში ვიღაცებთან კონფლიქტები ბოლო ვიდეო ნახე რომ ნანობს თუ რაღაცა თითქოს რო ახსარებას ბაზრობს რა ხალხი. არა, რაღაცა ვიდეო არის რომ ბოდიშიო თუ რავი 1000 რაღაც. სიაფანდობს შენი აზრით? ანუ მე სიაფანდობს რას ნიშნავს? თუ მართლა გულით რაღაც ნანობს თან. რომელ ვიდეოზე მეუნები? აი Instagram-ზე უდევს აი ესეთი რაღაც ახსარების მონტივით არის ხალხისთვის რომ აპატიეთ. ხო, ნუ რაღაცა პროსტა საჩვენებლად, აბა რავი ეს სალამ დაიჭერე. 20 წელი თუ 25 წელი არ შეუწყო. ბიჭო, მე ნერვები იმაზე მეშლება რომ ანუ რეალური პრობლემები არის მან რომ ხალხი ყავს მოკლული თავის ცოლი ყავს მე მგონი მოკლული და მე ძეგლი დაუდგა იმ ცოლს თავის ეზოში ხო არა მე მგონი კი არა დაბრედილია ხო და ანუ ეგეთი რაღაცეები აქვს ნაკეთები ტიპს და იმას მაგას ხო ის ყავდა რა ქვია ქესი ყავდა შეყვარებული რა რომელსაც მე ჩაწიხლა თუ რაღაცა იმაზე ვერ არის თუ სხვაზე ვაფშე ქესი იყო ეგეთ მომღერალი ვიდეო რო გადავიდა ვიდეოც რო არის ხო იქიდან გადაღებული ფეხებს რო ურტყავს ფეხს ურტყავს თავში და მე ეგ უკვე რაღაცა 10 წლის მერე თუ რაღაცის მერე ვეღარ მოედავებ თუ რატომღაც ვეღარ მაგაზე ვეღარ ედავებიან თუ რაღაცა და ანუ მაგ ქესის კონდა თუ არ ვწდები ურთიერთობა Kid Cudi-სთან ეგეთი რეპერი არის და ამ ქესის შეპირდა რომ მე მაგას მანქანაში ავაფეთქებო თუ რაღაცა და მე ცოტა ხანში აფეთქდა იმ ტიპის მანქანა. ნუ კიდევ კაი გადარჩა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი რაღაცები ნაკეთები აქვს ტიპს და ამაზე არ მიდის ლაპარაკი. აი შენ იქ რაღაც რა ანუ რა ფართი და რა შენი სტატუსი არის, ხო, როცა აქამდე იცოდიო თუ ამდენი ხანი ამ ამბებზე არ დაწერე? მე სიმღერა გავაკეთე ღადაობი თამაში რომ მეთქი ისა რა ქვია რომელი? დიდი ფართი. და მან ვამბობ გეტყვასა და რას ვამბობ ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ ჩარტი აბა და მან კიდე პიზდეცი იცი რა იყო მან ჭორებში კი არა ინტერნეტის იმაში რა პონში რომ ესაო რა ქვია ემინემი არ არის ნამყოფი ემინემი და 50 cent არ არიან ნამყოფები ხო აქ რო ბაზრობე ხოაზე ხარ ნამდვილი ვაშკაცი კაცი და რაღაც ხოაზე აი საგიჟეთი ბიჭო ანუ ხალხო ცოტა წაიკითხე ეგ ჩვენი ემი ჩვენი ემინები და ემინებს ისეთი ყლეობები აქვს ნათქვამი სიმღერებში რომ პროსტა რო ვახსენოთ ეხავს შეიძლება თავი მოიკლან ასე ეს არა და ტიპები მე და აუ აქ არისო და რამე ხო ეპოქა ჰოლივუდელ ხალხს
ერთმანეთის ტყნა ეყო აუ ძა მანძილზე ყველა საიდულმა აურია ემინემსკი ტრაქში ჯერ ერთხელაც სარუთხნაურია თესლია ხო ნუ ეგ არის გადაობა და თესლია ზოგმა ემინემს არ უთყნაურია შენ გიტყნაურია და რაღაცე ამ დროს შეიძლება უარესები უქნია ხო ტიპს ბიჭო არა მაგაზე ხო არ არის ანუ შეიძლება არ უქნია მაგრამ და რა ამერე ანუ უარესი რა არის ხო არა უარესი მომენტი რიზავდა უარესი მაგრამ ხო ბიჭო არა იცი აი ხა რაც ხო ეგ ბაზარი არა კაი ეგ თემები მაინც კონტროვერსიების და რაღაცების ეხა ჩვენი თემა არა ვერც გავიგებს და პრინციპში არაფერი ხო ისეთი არა მე იმაზე ვკაიფო პროსტა რომ ძალიან ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიცია რო აქვს რაღაცა საზოგადოებას ამაზე და ხო ანუ საერთოდ აცთენილი არის ყველაფერს რა მაგაზე ვკაიფო აუ შეთვის დიდი მას არც წარმოადგენს ხო ეს მიმდინარე რაც ხდებოდა ფაფიზე არა ფაფიზე მე იმან გამაღიზიანა რომ არა რა თქმა უნდა ის არის მონსტრი არის მაგრამ მაგის თავარი მონსტრობა მაგაში არ არის რა მანდ ის ჩანს რომ ვიღაცეებმა ეს გაუჩალიჩეს რომ აი ამითი დააკენსელეს და ამითი დედაუტირეს უნდა ჩაალპონ ციხეში რა არც ვიცი რა ბრალით არის ციხეში მაგრამ ტიპი არის მონსტრი ამ ყველაფრის დამოუკიდებლად ანუ ეგ არის ეგ ორგიები თუ ფართები არის მე მგონი ერთ-ერთი შედარებით კეთილშობილური რასაც ეგ ტიპი აკეთებდა ანუ ხალხი ყავს რა უქნა ხო ბიჭო აი ჯასტინ ბიბერს რა უქნა ეგ არ ვიცით რა აი რაღაცა არ ვიცით ეგ უქნა თუ არა რეალურად ხო ეგ კითხვა იბადება ვიცი და ჯასტინ ბიბერს რა თუ მართალია ჯასტინ ბიბერს რაც უქნა პირველ რიგში ალბათ უქნა დედამისმა რომელმაც წაიყვანა იმაში აშერს რო იმას არა წაიყვანა გადავიდნენ კანადიდან ლოს-ანჯელესში და რაღაცა 2 წელი თუ რაღაცა იქ ცხოვრობდნენ და მე როგორც კი გამოჩნდა ის სკუტერ ბრაუნი თუ ვიღაცა ყველაფერი ქნა რომ ეს ბავშვი გაეყიდა და ანუ აქეთ პირველ რიგში მშობელი უნდა გასამართლდეს ესე დროს ჩემი აზრით და არა ის ვიღაცა მონსტრი რომელიც აი მონსტრამდე ვერ მივიდოდა ხო მშობელს წესიერად ანუ მშობელი არის პასუხისმგებელი არასრულწლოვან ბავშვზე და არა ისა რა ქვია ვიღაცა ვინც მაგით არის დაკავებული რომ ძალიან სწორს ამბობ ბაზარია 100%-იანია კი და ფაფიზე სულ იყო აი რო გადახედო პროსტა ვიდეოებს და სხვადასხვა შოუებს და გადაცემებს ნების ყველგან ამბობს ტიპი პირდაპირ რა რაღაცა ის ქონდა რა ქვია რეალიტი შოუ ფაფის R&B მომღერლებს იმაშვებოდა რა არჩევდა რა ყველაზე კარგი R&B მომღერალი და რაღაცა სცენა არის რომ ერთი 3-4 ბიჭი მღერის და ხმებში და რაღაცა იხევიან და ძალიან კარგი არის და ეხლა ეს შიშვლებმა უნდა გააკეთოთ ტიპი ეხადავება ხო ზე ხარ არა სერიოზული სახე ხო სერიოზული სახე და თან არ მალავს თავის ინტერესს და ასე შენ ბიჭო, აი ხო მაგთებს ცოტა აუცდეთ, ეხა მაინც აზრი არა აქვს, ჩვენ რაფერს ვერ შევცვლით. არა, იღადავებენ ეხლა და რაღაცებს დაგვიწერენ რომ ეს წავიდო და დიდი ფარტიზე და რაღაც. ხო, იანგ მაიკი და აფანდელი უეჭველი. სიამოვნები წავიდოდნენ, ხო? ხო. უეჭველი, უარს არ იტყოდნენ, ხო, რომ შემოითავაზებინ. კაი, კაროჩი. ბიჭო, აი ეხა ნახე ძალიან ისე გატეხილში ვარ, რა რიჩ ჰომი კვანი დაივრიდა. ეხა შეთვის არ არის მაგარი. არა, რიჩ ჰომი კვანი Type Away-ს რომ ღერის, ხო? კი, პროსტა რატო ვიძახი. მარტო იმიტომ კი არა, რომ აი რიჩ ჰომი კვანი დაივრიდა და მაგრამ ევასე ვაფშე ატლანტა რეპი და Young-Thug და Rich Gang და ვაფშე მე მაგრეტის მოყვარული ვარ, უბრალოდ აი ხა ჩისტა შენი ვიცი მე ვიცი შენი ისა მიმართული. აი დღემდე აი წარმოგიდგენ ხა 14-15 წლიდან რო ტიპებს უსმენ და დღემდე რო არ გბეზრდება. ერთი და იგივე. არ გბეზდება შეჩება მე არა მეთქი არ მბეზდე უფრო მიყვარდება. Rich Homie დაიბადა. არა თავისი YB აქვს და თავისი ისა აქვს რა. აი თანამედროვე სამხრეთულ მუსიკაში თავისი ჟღერადობა აქვს რა მაგ ტიპებს რა. რაღაცა სხვა არის, სხვა. მაგრამ ჰიბრიდებიან, იმიტომ რომ ყველა აი ამ ლინზე და იმაზე არიან რა ჩვენთან არ არის ეგ კონკრეტულად ეგ ნარკოტიკი, მაგრამ ну ჩვენთანაც არის შემთხვევები რომ რეპერებიც კი რომ აი რაღაცა ახლო წარსულში დავკარგეთ რამდენიმე კი თან ძალიან კარგი ტიპები კარგი ტიპებიც და ისეთიც რომელიც პოტენციალი ქონდა და ვერც მიაღწიეს აი ეს ყველაფერი ნარკოტიკებიდან მოდის რა ჩემი აზრით ბიჭო აი რა კითხვა მინდოდა დამესო ნახე რა ყველა წინაპირობა იმისთვის აი ეს ხა გზაში რომ მოდიოდი მაშინ დამებადა რომ აი ყველა წინაპირობა არის იმისთვის იყო იმისთვის და არის იმისთვის რომ როკსტარი დაიბრიდოს
და უფრო მეტი რეპერი გვდება ყოველ წელს და ანუ მაგრამ არა, იმიტომ რომ რეპერები იმას შვებიან. ისინიც ხო რა გაობენ და რაღაც, მაგრამ რაღაცა არა, ისე არ ვიცი ხე მე როკი საერთოდ არც არის დღეს ეგეთი აქტუალური. ხო, არც არის, მაგრამ აი უფრო როკსტარები ხო აი მე ძალიან კამიკაძე პონტს უბერავე, რომ აი დრაგები და არ ვიცი, ვერ გეტყვი, ხო მომკვდარა კიდევაც რამდენიმე. კი, მაგრამ აი რაღაცა ბოლო წლებში სულ მესმის, რომ არა, შეხედე რა შეესაქმე. რეპერები ჰიბრიდები არა, როკსტარებიც კვდებოდნენ, რეპერებიც კვდებოდნენ. უბრალოდ როკსტარები იყვნენ უფრო ადრეს, სხვა ეპოქაში, 80-იან წლებში ალბათ, არ ვიცი, 90-იანებში ალბათ ბოლო, არ ვიცი. არ ვიცი, მე არ ვიყავი მაშინ ეგრე ჩართული და ვაფშე არც ვიყავი. და რეპერები არიან ეხლა ამ ეპოქაში, ამ ეპოქის როკსტარებიც არიან და ყველაფერი არიან და ნარკოტიკები უფრო ის გახდა რა, ხელმისაწვდომი, უფრო ხშირი, უფრო ნორმალიზებული, ანუ ჩვეულებრივი მომენტი არის. და აი სამხრეთული ჰიპ-ჰოპი რა, აი რო აიღო UGK მაგალითად რა, Pimp-იც ხო დაიბრიდა ჯერ კიდე რამდენი ხანია დაიბრიდა Pimp-ი. და ანუ თვითონ მაგის შემოქმედება უკვე თან როდის რეპავდა ეგ რომ 2000-იანების დასაწყისში მე მგონი რა. მაშინ უკვე რას რეპავდა რომ აი ეს კოდეინი და რაღაცები უკვე მაგ ტალღაზე იყო რა და მაგაზე გაზრდილი თაობა კიდე უფრო ღრმათ არის მაგაში და ეგ არის უბედურება რა. Speaker Takers-ი გახსოვს? ძალიან ახალგაზრდა კაი ბიჭიტო. არ ვიცი. თუ აწარმოებ კონტენტს, გინდა ჩაწერო ბლოგი, ვიდეოები, პოდკასტი, შეგიძლია მოხვიდე პოდკასტ კორნერ თბილისში, სადაც დაგხვდება ყველაფერი, იდეალური სეტები, დიზაინი, კამერები, პროფესიონალური ტექნიკა და აღჭურვილობა, არ მოგიწევს არაფერზე ზრუნვა და ნერვიულობა. ყველაფერს პროფესიონალურად შეასრულებენ აქ. დასაჯავრშნად შეგიძლიათ შეხვიდეთ ლინკზე, რომელიც აღწერაში იქნება. ნუ ლინით დაბრედვა იქ ხა ახალი თემა არ არის რა. ხო და ძალიან ხშირი არის. ადრე იყო სულ რამდენიმე ერთ ხელზე ჩამოთვლიდი მკვდარ რეპერებს რა და ეხლა უკვე რამდენი არის. აფი და ნუ აღარ ჩამოთვლი, მაგრამ ბიჭო მაგარით ეხავს რა, ირიჩომი ქვანზე რავი. ეხა ხოაზე ხარ. შენ გამიგებ ვიღაცებს რომ ეუნები რიჩომი ქვანზე გავიზარდე და Young Thugs-ი და რაღაც აზე არა, დღემდე აზე არ არიან, ვინ არიან რა. არა და ძალიან გავლენიანი ტიპები არიან, ჩემი. ვაფშე Young Thugs-ზე რო არ მებაზრა, გამორიცხულია თან რეპერთან სტუმრად რა. ეხა ჩემი ფავორიტი რეპერია და მაინც მინდა რომ ვიბაზროთ, მაგრამ ეხა იცი რატო თან მიზეზიც მაქვს რა. რაღაცა მიზეზი ხო ვიდა რომ მაგაზე ვიბაზროთ. ციხიდან გამოუშვეს. ხო, გამოვიდა, ხო? კი, ბიჭო. ეხა როდის გამოვიდა? ერთი რამდენიმე კვირაა რა. და ნახე მაგის ბიჭო ბოლო ისა? არ მინახავს, არა, რაღაცა. აი ჩაუჯექი პროსტა რა. რაღაც ჩამოურჩი მაგის შემოქმედება. თვითონაც ისეთ ტალღაზე ვეღარ არის მე მგონი. აი მოსამართლეზე ხო შენს მახსენდები, მაგრამ მაგასაც დაუბერე მაგასაც ჩავიდეთ, მაგრამ ბიჭო მოსამართლეს უყვება დიდი ბოდიშით რა და აღარ ვიზავდა რა. ესეთ რაღაცებს და ნუ ისედაც უშვებდნენ უკვე რაღაცები მოყომარებული იყო, მაგრამ ის რო ჭრის ბიჭო რა. ყველაზე მაგარია მოსამართლესთან დიდი ბოდიში ქონდა ფაქს და მაგას შაკჯი არა შაკჯი ყვება რომ ერთ-ერთი შემთხვევა იყო რომ რაღაცა პრობლემა ქონდა და მოკლედ ისე დაელაპარაკა რა მოსამართლეს რა რომ აი მესმისო რომ შენი ისიც სამართლიანია თუ აი რა ნუ თვითონ შაკჯი არის Digital Underground-ის სოლისტი სადაც იყო ფაკი თავიდან რა და უკვე ფაკი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ სადღაც მაგ სასამართლოდან რომ გამოდის ინტერვიუ არის ფაკთან რა და იქ ამბობს რომ რაღაც დიდი მის მაგივრად 2 კვირა შევიმფარდა თუ პრობაცია თუ რაღაც აღარ მახსოვს რა, მაგრამ აი სასწაული არის რა დაგბურზლავს რო ნახო რა. ხო, ჩამიგდებ ხო მე. კი, თუ გინდა ეხლავე გაჩვენებ, მაგრამ მე ჩაგიგდებ. კი, ჯობია მე ჩამიგდო ხო რა. მაგრამ მაგ რაღაცეებზე აი ეგეთ გულწრფელობაზე და ეგეთ მომენტებზე სულ ფაკი მახსენდება რა და გონია რომ ფაქტთან ვერავინ არა ვერავინ ლეგენდა კაცია. შენი ფავორიტია ხო? ეხლა ვიცი რომ ემინემის ფანი ხარ, მაგრამ ფაქტთან იყო ვერავინ. ემინემი არის როგორ იცი, აი ანუ ფაკი არის შემთთვის ცალკე რა. აი მოკვდავ რეპერებში ვთვლი რომ ემინემის საუკეთესოა, მაგრამ ფაქტთან ვერ მივა, ვერც ემინემი რა. ჩემი სუბიექტური აზრია. აი ხო, მეც მაგას აი ემინემი ტექნიკურად რაღაც სასწაულს შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ ფაკი მაგ სასწაულს ახდენს 2 ბარში. ხო. ანუ რაზეც ემინემი სამწუთიან 4 წუთიან სიმღერაში გიხსნის რომ რაღაც დასკვნამდე მიგიყვანოს ის აი რაღაცა 2 ხაზს გეტყვის ისე რომ შენ არც დააკვირდები და მე შეიძლება დაუფიქრდე და ვახ
რა თქვა ერთი ლაინი რამხელა ისტორია მომიყვა ხო ერთი ლაინით რა და აი სულ ეგ მაქვს რა ფაქზე რა და შეიძლება ისევ მაგის გამო ისეთი ინტენსივობით ვერ უსმენ როგორც შემიძლია სხვა ჩვეულებრივი რეპერი მოვლისმინო რა რომ ანუ იქ რა ძალიან კლასიკა რეპის კლასიკა მიდის რა ჩემთვის რა და შეუცვლელია ხო ანუ ფაქი შეთქვა ჩემი აზრით ეგეთი აღარ იქნება არასოდეს რა აი შეიძლება ემინემს ვიღაცა მაგაშიც მეპარება ეჭვი მაგრამ ან შეიძლება რომ ემინემს ვიღაცა აჯობოს სადღაც თუმცა ალბათ ვერა იმიტომ რომ ალბათ რეპმა ამოწურა თავის პიკში იყო და ემინემი აღმოცენდა იმ პიკთან ერთად რა და აი თვითონაც განაპირობა ის რეპის პიკი და ეხლა უკვე სხვა რაღაცაში გადადის და ანუ მაგ ფორმით ეხლა სხვა ეპოქაში ვიღაცა დაიბადოს და აი 2000-იანებში რომ მუსიკა კეთდებოდა ეგეთი გავაკეთო და იმას ვაჯობო შეიძლება ძალიან ნიჭიერიც იყოს მაგრამ რატო დაიხარჯება პროსტა მაგაზე რა მაგრამ ეგრე იცი რა მაგრამ არ ვიცით ნახოთ მარადონა რო უბერავდა ხო აზე ხარ ფუტბოლს რა ეხლა მაშინ ბიჭო ალბათ იტყოდა კამანდაც რომ ვერა ამაზე მაგარი ვინ უნდა დაიბადოს დღესაც ეხლა ჭობა ამარა ამაზე მაგარი ვინ უნდა გაიჩნდა მესიტო ხო მაგრამ მესი ხო სხვა ეპოქაშია სხვა ეპოქაში მაგრამ სხვასთან სხვა მოწინააღმდეგეები კი ბაზარი არა მაგრამ მაგრამ მე ვერ ყვევი კარგად ფეხბურთში და ხო არა ის რა პონჩი მოყავს ისი ეხლა მაგრამ მე მაგას ყოველთვის დაიბადოს ვერა მე ჯერა რომ ის არის რა ქვია თუმცა ეხლა ფეხბურთი მაინც სხვანაირი რაღაცაა რა ხო სპორტია მაინც და იქ რეპში მართალია რთულია უფრო ეგრე რო გააკეთო ვიდრე როდესაც ყავს შესაბამისი კონკურენტები მაგრამ მაინც შესაძლებელია რომ დამოუკიდებლად იყო და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბაზარზე არ იყოს მაგის მოთხოვნა რომ ყველა რაღაც ძალიან მაგარი იყო მაგრამ შენ მაინც დამოუკიდებლად იყო ძალიან მაგარი თეორიულად შესაძლებელია და ფეხბურთში რანაირად უნდა გააკეთო ეგ ხო აი რანაირად როდესაც იქ გუნდური არის გაიგე და ამიტომ რთული შესაძლებელია და მე მიუხედავად იმისა რომ დიდად ვერ ვერკვევი ფეხბურთში მე წარმომიდგენია რომ მარადონას დროს სხვა დონის სპორტსმენები იყვნენ და ეხლა სხვა დონია სხვა იყო ესე მგონია თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ დიდად ვერ ვერკვევი რა არ მაქვს მაგის გამოცდილება. ხო, ცაგზე ბაზრობდით, ხო, რაღაცა გამოუშვეს პონჩი და რაღაცა პენალტები მიცეს რა, ისეთი პონტი, ჯარიმების პონტი აქვს რა, ატლანტაში ვერ შევა რა, შენ საყოველთაო იმაში, შენ იმაში ვერ შედიხარ რა. ხო, ნუ ხე ციხეს ყველაფერი ჯობია. ციხეს ყველაფერი ჯობია, თო რა და მაგრამ რამდენად მუსიკაზე არის ორიენტირებული. ხო, ბოდიში ეხა მომივარ და იმაზე თუფაკზე რა, უნდა მეკითხა და წეღან დამავიწყდა. ბიჭო, ბავშვობაში არ გეჩვენებოდა რაღაც ზროსლი კაცი და რაღაც და 26 წლის დაი თუ 25. 25. ხო. აი ბავშვო ხო რაღაცა ტიპი გირეპავს და ვერ ეხა უფროსი რამდენი წლის ხარ, ხო? 35-ის. ხო და 26-ის იყო, ხო? მე მგონი 25-ის. როგორ აღიქო მაგ-ფაქს თო? ხო, რაღაც ასაკი მაინც. ან როგორი არა უღიქვავდი მაგის. ასაკს არ უსწრებდა. ან მაგის ასაკი კი არა ყველაფერს დროსაც. კი არა, ასაკს ნამდვილად უსწრებდა, თუმცა არასოდეს აი ახლა უფრო დავაკვირდი რომ აი სახეზე რომ შეხედავ რაღაც ცოტა ბავშვური გამომეტყველება აი თვალებში ხო აი თვალებში კი არა აი თვითონ პატარა ტიპებს რა რაღაცა უმანკოება ზდევთ ხოლმე რა თან რა და უკვე აი გააზრებულად თუ იმას თუ დაიჭერ მაგას მაგრამ ისე აი როგორი მოვლენა არის იცი ჩემთვის რომ აი მაგის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა თუ რაღაცა რა ან ფაქი არის ანუ ეგეთი არის აი რაც არ უნდა იყოს ბოლო ფოტო გაქვს მაგის ხო და მანქანაში როზის ხო კი როგორ არა თვალები როგორ ხო ან მაგარი შენ არ ქონია აი ეგ მომენტი რომ აი თითქოს წინათ გზნობა თუ არა რომ კი არა როგორ არა მაგ ფოტო მედო და ჰარუტა ხო იცი ჩვენი ძმა ჰარუტა მიწევდა რომ ველო რა სახეში რომ მოგადათონო ფლეშკაო მაგასაც შეიძლება ეგეთი ფონტი ქონდეს რა ეგეთი სახის გამომეტყველებაა ეს ფაქის დისკრედიტაცია ხო და მე ვფიქრობ რომ წინახნობას ქონდა ადგილი არა ფაქი ხარ ეგეთი ფაქი იყო თავის ასე ვთქვათ რეალობაში წინასწარმეტყველი რა ხო თვითონაც ამბობს რა და ანუ ფაქტი არის რა რეალურად რომ Me Against the World რო არის ალბომი. მთელი ალბომი, ისა ალბომი ვრეპავო. რატო იყიდება ჩემი ალბომიო რა? რეკორდულად. მთელი ალბომი ვრეპავ როგორ მესვრიან და მივდივარ ციხეში. ხო. და მე ჩემ ცხოვრებაში რა მოხდა მართლა მესროლეს და წავედი ციხეში.
ანუ მანამდე იბაზრა მაგაზე რა. ხო, რაღაცები ხდება ბიჭო და ეგ შენთვისაც უნდა მეკითხა რა. ეგეთი პონტი არ ქონია, ეხლა მეც ხო რაღაცა ტრეკებს. არა, მე ისი რა ბოდიში. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ეგ ნიშნები ყველასთვის არის. უბრალოდ ყველას არა აქვს უნარი რომ ეს დაინახოს რა. ხო, დაინა, ბაზარი არა. აი ხა რაღაცეები მომხდარა და მე გადავხედავ და აუ ეს ხო ეგ ხო იყო იქ. ხო ეწერა რომ ამ დროს შეხვალ ესე მოხდება. აი ტრეკი ჩამიწერია. ასხათა შორის თუ არიციან ტიპებმა მე და იანგმა იქ დუეტიც გვაქვს რა. Let me talk my shit. ხო თუ რა ქვია? ძალიან მაგარი ტრეკი. ვინც მოისმინა იმ თავი და ვერ მოწვა რომ ვაფშე ქართველები გაზრობენ ამას. აი ჩაუჯერით რა. ლინკსაც ჩავაგდო. ქართულად არ გვაქვს ხო? ქართულად არ გვაქვს, მაგრამ უეჭველი უნდა გაუშვათ. კი რა და რას ვამბობდი? აი როცა აკეთებ რეპს რა, ეგეთი რამე არ ქონია რომ აი შენ ძველ ტრეკს უსმენ და მაშინ რო წერდი ეგ არ ხდებოდა, მაგრამ ეხა რო უსმენ მომხდარია შენ ცხოვრებაში. კი, მქონია. და იცი რა მქონია? რაღაცას ხო გადაამეტებ რა ტრეკში რა. ხო. და აი რაღაცას გადააკეთებ და მე მართლა მოხდა. იმიტომ რომ რატო ის არის რა. აი რა ფენომენია. რა ფენომენია და რა ქვია მაგას. ანუ რომ ამბობ შელოცვასავით არის თუ რაღაც. აი არ ვიცი. თან წარმოიდგინე შენ მაგას პროსტა ხო არ გაიფიქრებ ან ერთხელ ამბობ. ანუ ამას შენ წერ ჯერ მიიყვან ისეთ ფორმამდე, ისეთი ფორმით იტყვი რომ ძალიან მაქსიმალურად რომ მოგწონდეს და დამაჯერებელი იყოს. და მე ამას გაუშვებ და შენ უსმენ, სხვები უსმენენ და ნელ-ნელა რეალობა ხდება. ძალიან მაგარი პონტია რა. ერთ-ერთი ტრეკი. ანუ ჯადოსნური რაღაცაა. რაღაც sober in love ქვია თუ რაღაც ჩემი ტრეკია, კაროჩე, სადაც არა ვარ შეყვარებული. და მე გაიჩიტე შეყვარებული. გავიჩიტე ოღონდ იქ რასაც ვამბობ. და ირეებსაც უყვები ხო აი ეს რაღაცა მე და შენ ამას და რაღაცები მედიტაცია კიდე იცი რა მქონია მანიფესტაციას პონტი ხო ხო და კიდე იცი რა მქონია აი რაღაცა დამიწერია საერთოდ არ ვიცი რატო ეგ და რატო არა სხვა თემაზე ისა და მე რაღაც დრო გადის და ამაზე და ამას როგორ უხდება თუ რა აბა ბაზარია და მაგ იმას არ გაფიქრებს მე ფრთხილად უნდა იყოს შენ სიტყვებთან და რაღაც ეგ თემა რო არის აბა რა სიტყვი ძალა აქვს სიტყვას და რამე კი როგორ არა კი აბა იმიტომ რომ თუ ანუ მედიტაციის ფორმა გამოდის მართლა და სწორი თქვი და რაღაც მანიფესტაცია ხო არა ეგ საკმაოდ ღრმად მაგ გამჯდარი რომ აი რაღაც თემებთან ან რაღაც სიტყვებთან ან რაღაც საკითხებთან ცოტა სიფრთხილე არის შედარებით საჭირო. თუნდაც ფლექსაობა, ხო? აი ხა ზოგი ხო გიტრაკებს რა, აი ქართველები რო გავრეპავთ რაღაცა რას ფლექს, რა გეფლექსავებო რა. მაგრამ არის რაღაცა მომენტები დგება რომ სიტყვაზე იმ ტრეკში რაც იფლექსავე, მართლა გაგეჩითა, ეგ პონტის მართლა გაგეჩითა და თუნდაც რაღაცა გადაამეტე. დღეს შენი რეალობა, ან უფრო მაგარია, ხო? აი მაგას არა, ვაფშე ეს ფლექსაობა რო არ უსწორდებათ რა პონტი რაღაც კომპლექსი მგონია ხო რატო არ უსწორდებოდ რა ანუ ეს ხო ყველაფერი კულტურული არის რა ჩვენთვის ის დასავლური კულტურა რაც არ უნდა ვატრაკოთ შორი არის რა თუ მაგაზე შენ არ იმუშავე რომ აი შენ არ შეისწავლე და ღრმათ არ შეხვედი მაგ როლში არ არის რა ქართულს აქვს სხვა ისტორია სხვა ასე ვთქვათ სხვანაირად აღიქვავს სამყაროს და იქ იჭედება რომ აი რატომ არიაჟობ თუ რაღაცა აი რაღაცები არის ტაბუირებული რაღაცნაირად მოქცევა არის ტაბუირებული საი ვაფშე რეპი იყო ტაბუირებული ანუ იმაზე კი არ იყო რომ შენ უხარისხო რეპს უსმენდი თუ იმ არტისტს თუ ამ არტისტს პროსტა რეპს რატო უსმენ მაგაზე ეგ იყო პრობლემა რა ეხა შენ პატარა ხარ მაგრამ ანუ ეგ ჩემთვის ეგ იყო მე საერთოდ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მე მგონი ნაწილობრივ მაგიტომ მომინდა რეპერობა რომ მე რომ მოვისმინე რეპი და შევაფასე და ხოთა შორის ქართული რეპის მაშინ ის იყო შავი პრინცი და ჯერონიმ ჩემი ძმები და რომ უნახე მეთქი რა მაგარია თუ რაღაცა და მე რომ ვიღაცებს უთხარი და რა თუ რაღაცა და რა საზიზღრობაა და გამოვშტერდი მეთქი რატო არის ბანძობა ანუ რა არის ბიჭო ეგ ხო სუდია მაშინ აი ადამ ხო და ანუ მაგან რაღაც დოზით მიბიძგა რომ მე ბანძი კი არა მაგარია პირიქით რას მელაპარაკები რა ხო და ნუ ის არის რა ბიჭო ზაზას ქონდა მგონი ეგეთი რაღაც ნათქვამი ადრე რა და ეთანხმები თუ არა აი ძალიან ძნელიაო ადრე მოვისმინე რომ აი ხა თუფაქსო როგორ მაგრადაც არ უნდა აცეკო შალახო ხო სასაცილო გაიჩითებაო რა და ჩვენთვის რა ძნელიაო რომ
სასაცილოები არ ვიყოთო რა რეპერებისთვის. მაგას ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ თუფაქს შალახო არ ვიცი თუ ცეკვია. არ ამგონია რომ თუფაქი რომელიმე რამე სიტუაციაში საერთოდ სასაცილო ყოფილიყო რა. ხო, რაც არ უნდა დაეკითხა, ხო? თუფაქმა რო არ ვიცი, თავდაყირა რო დადგეს სასაცილო შეიძლება არ იყოს ისა იმის რა ქვია სუხიშვილებში არ აიყვანონ შეიძლება, მაგრამ თუფაქი რო რაღაცას აკეთებს, რავი თუფაქს რა აღარა გაკეთებული იმისი ტონი მონტანას პაროდია, რიკ ჯეიმსის პაროდია, ფილმებში აქ ნათამაშები, ანუ არ ვიცი ხოსაც მაგრა იცეკვებდა. არ ვიცი, აი ისიც აქვს რაღაც მართლა სასაცილო ხოსაც მაგრა იცეკვებდა. ანუ შეიძლება მაგრა არა, მაგრამ რაღაცა თავისას შეძენდა რა, სულს ჩადებდა და გულს და სხვათა შორის ეგეთი პონტი ნახე, როცა ინსპირაცია ან რაღაცა ეგეც უნდა მეთქვა, აი ინსპირაციას და შენ ინდივიდუალიზმს რო აი სიტყვა აი მიბაძვა არ მევასება ხოლმე, რა ის ვიღაცას ბაძავს. ხო. სხვათა შორის კი რა თქმა კი მაინც ხო მაინც უნიკალურია, თუმცა ეხა დონეები არის რა მიბაძვაში რა, ხო გააჩნია და სხვათა შორის თუფაქის ჟღერადობა აი სკარფეისი არის ეგეთი რეპერი, მაგის პირველი ალბომი რომ მოისმინო ძალიან გავს თუფაქის მანერა სკარფეისის მანერაც რა, თავიდან რომ მოვისმინო მეთქი ეს როგორ მიუბაძია თუ რაღაცა რა, მარა ნუ ეხა ვერ შევადრი რა დონეს. კი, ემინემი ძალიან გავდა დასაწყისში AZ-ის, NAS, კიდე არის აი ცალკეული შემთხვევა, აი Mace, ძველ Mace, 90-იანების Mace და საერთოდ რაღაცა სტილის რეპს აკეთებდა, რომელიც იქ კიდე ვიღაც ვინედავებოდა ამას წინათ აღმოვაჩინეს სხვათა შორის. იმ ტიპს მთელი კარიერა ემინემისთვის ქონია მიძღვნილი. მართლა, ვიზებაც. მე მგონი Milkbone-ი აი შეიძლება მეშლება რა. ყოველ შემთხვევაში აი კი არის იმაზე შემხვდა კიდე ვიდეო Master Ace-ზე. კი კარგი არის ის არის, მაგრამ ხა ემინემი რაც არ უნდა მაგისთვის მიბაძული იყოს ემინემი არის. სხვა დონეზე. კი, რაც არ უნდა იყოს ეგა. და ის მანდის არ არის რომ მაგას გაუმართლა თუ რაი რაღაც ანუ ვერ გაგიმართლებს ეგეთ დონეზე ვერ გაგიმართლებს რომ შენ სოფლიო შემთხვევით სოფლიო დავიფყარი თუ რაღაც ჰეითი იყო ეგეთი Young Thug-ზე რომ შენო Lil Wayne-ის კოპი ხარო რა და მე არც მალაო რომ ის ჩემი ის არის კი სხვათა შორის Young Thug-ის პირველი კლიპი რო პირველია თუ ერთ-ერთი პირველი ანუ Lil Wayne აუტოტუნის გარეშე რო რეპავს ეგეთ სტილშია ძალიან კი და რას ამბობს მაგრამ ის იყო დასაწყისში და ის რაღაცა რომ იწევდა და მე უკვე თავისი იპოვა მე ეხა ინფლუენსია ყველაზე დიდი ეს პატარა ჩემი შვილები არიან ნუ გადაობდა რა შვილობილები ხო ეს Lil Baby-ები და ვიღაცები რომ წამოვიდნენ ხო მაგისგან წამოვიდნენ მაგის ინფლუენსისგან და ამან აიღო არა Young Thug-ს ეხა ვერ დავაბრალებ რომ ის არის ორიგინალობა აკლია რა არ ბიჭო ძალიან გადაო აი რაღაცა სიახ შენ გევასება კი მევასება რა ტრეკები გევასება მე მევასება ალბათ უფრო შედარებით ადრეული აი მგონია რომ აი ის სიმღერა რო არის მე ძველები მევასება აი Way Too Sexy რო არის რა Drake-თან და Future-თან ერთად მანდ უკვე მგონია რომ შესუსტებული არის რა უკვე 2017-ის მერე აურია ხო 2000 ეგ რომელია 2020-ის 2021-ის არის არ ვიცი რომელი წლის სიმღერა აღარ მახსოვს მაგრამ მანდ უკვე რაღაცა დამაკლდა რა მაგრამ რომელი აი ის იყო ძალიან მაგარი ეხა შეიძლება ცოტა დილეტანტურად გამომდის როგორც Young Thug-ის მსმენელისთვის რა იმიტომ რომ მე არ ვარ ეგეთი ისა რა მაგის შემოქმედებას ეგრე კარგად არ ვიცნობ სამწუხაროდ აი იქ არის ძალიან მაგარი როგორც მახსოვს Meek Mill-ის mixtape-ში Bet You Offended Me აუ ძალიან მაგარი აი ძალიან თესლია ძალიან ბიჭო და ხო აი რაღაცა გაფუჭდა რა 2017-ის ხო არა მე ეგენი ხშირად რომ დიდრდებიან აფუჭებს ბიჭო შენი აზრით აი ზენიტი და ეს არ ვიცი სხვა ისენი აქვთ დაწყობა მე ფულის კეთებაზე გადადიან თუ შიერი აღარ არის რა ხო შიერი აღარ არის და შიერი რო აღარ ხარ მე სხვა ალბათ ეგეთი ვინც რაღაცას მიაღწია და მაინც უბერავს არის ერთი ემინემი და მეორე Lil Wayne-ი ალბათ რა ჩემი ემინემსაც ხო ქონდა ჩავარდნების პონტი არა ჩავარდნა ისედაც გექნება მაგრამ ანუ დაჟე ამბობენ რომ ბოდიში რა რომ
ემინემსო ჩავარდნაო სპეციალურად ქონდაო რომ მე თესლი ალბომები აუ ეგეთი მაგარია რომ სპეციალურად ჩავაგდეო რომ მე თქნელია ხო გსმენია ეგეთი რა არა ეხა ბანძ ალბომს გამოუშვებ რომ არა ჩავარდნა ემინემს კი არა მაიკლ ჯექსონს ქონდა და ბიტლზებს და რა ანუ როგორი რაღაცა არის ანუ შანსი არ არის არ გქონდეს ჩავარდნა რა შენ იმიტომ იწყებ საერთოდ იმიტომ ხდები შემოქმედი და ხელოვანი სადღაც ჩავარდნა გქონდა რაღაც კრიზისი განიცადე ცხოვრებაში და მე გადაწყვიტე რომ გამოხატო ხელოვნებით თუ ჩავარდნა არ გექნება ან თუნდაც ჯიმში რო დადიხარ რა ტანზე იმიტომ გინდა რომ მოხვიდე რომ რაღაც ან გული გატკინეს ან ფორმაში არ იყავი რაღაც მომენტში და ან ბავშვობაში სადმე თუ no pain no gain ხო ბაზარი არა ანუ არ არსებობს კრიზისი ახსენე და ხო აი ეხა შენ შემოქმედები ეხა აქტიურად უსმენ მე რა ხო და ეგეთი კრიზისული პერიოდი აი მოდი გამიხილოთ ეხა იასნა შენც ადამიანი ხარ გეკნებოდა ხო კი არა სუ ჰაიებზე რო ბაზარი მოდი ლოუზეც ვიბაზროთ ცოტა ხო აი შენი ალბომი მოვისმინე თვით თერაპია რო არა და ცოტა ეგეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ რაღაცა მძიმე პერიოდზე გაგცხოვრებს კი ეგ იყო ასე ვთქვათ ხო აი რაღაც ეგეთი კრიზისული მომენტის პასუხი იყო ეგ ალბომი თუმცა უფრო ცლად მინდოდა გაკეთება რა მაგ ალბომის რა მაგაზე არც კი ბაზრი არსად ხო აი არა დიდათ არა მაინტერესებს რა თუ პრობლემა არ გაქვს რო არა რა რაზე პრობლემა ანუ უფრო ცლად მინდოდა მაგ ალბომის შეკვრა თუმცა იქ არა მაგარი ტრეკებია დისტანციურად მიდიოდა მაგის მიქსინგი რა ერთი ბიჭი მეხმარებოდა ბაკო ელ ესეთი პროდიუსერი არის ძალიან ნიჭიერი რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ის bring the vibes-ზე ამბობ? არა ბაკო ბაკო და თელი ალბომი მაგან გამიმიქსა რა მოკლედ და აი ესე დისტანციურად მიდიოდა ის თავის სამსახურში რაღაც თავის ამბებში იყო და აი რაღაცა არ მინდოდა რომ ძალიან მეწვალებინა რა თან რა და რაც გავაკეთეთ ის 5 თუ 6 ტრეკი მაქსიმალურად ხარისხიანად რა და იქ მქონდა კიდე ბევრი გაცილებით ბევრი რაღაც იდეები იყო თუმცა აი ბოლომდე ასე ვთქვათ უფრო ესე ძირითადი ვთქვი და ის რაღაცეები სადღაც ისიც გამოქვეყნდება რა მაგრამ კი რა თქმა უნდა ყველა უფრო შინაგანად ხო მენტალურ პონტი იცი რა არის ხო ვიდრე რაღაცა ვიდრე სხვა რა ვარიანტია სხვა რა უნდა იყოს ხო ფიზიკურზეც აისახე დამეჭრა ჩემოძმე ფეხი დამეჭიმა თერაპიას მივმართა ფეხი დამეჭიმა და ალბომი ჩავწერ არა ეგეც შეიძლება ეგეც უნდა მოხდეს ხო ბიჭო ისე ყველა ცხოვრებაში არა საერთოდ ყველა ტრეკი და ყველაფერი არის რაღაც კრიზისის, რაღაც ტრაუმის პასუხი რა, მე ესე მგონია. და რომელიც არ არის ამის პასუხი, ჯერ ესეთი არც გამოდის ხოლმე რა, რაღაცა. და შეიძლება იმიტომ არ გამოვიდეს კარგი, რომ ჯერ კიდევ იმ კრიზისში ხარ ხანდახან რა. ხანდახან კრიზისში ხარ და იქ მიდიხარ იმ კრიზისში და აი რაღაცა პატარა ნაბიჯებით და აი სადღაც იმის იმედით რომ სადღაც გადალახავ და მე იტყვი უფრო კარგად რა ხანდახან გგონია რომ აი აბსოლუტურ კრიზისში ხარ აზრი არ აქვს მაგრამ მაინც მიდიხარ და მე აღმოჩნდება რომ თურმე აი ისე არ გქონია აი არტისტი რომ შენ ვიღაც ვისაც უსმენ რა რაღაცას რომ გამოუშვებს ან ალბომშია სადღაც ტრეკი და არავინ არ მიექცევს ყურადღებას და მე 1-2 წლის მერე აუ ის იცი და რომ ჰიტდება თავიდან რომ ჰიტდება აი ეგეც რაღაცა მედიტა რაღაცა ის არის რაღაცა არის ანუ იმ მომენტში არ იყო გარემო თითქოს მაგისთვის და მე რაღაცეები გადაადგილდა და ეს რა მაგარია რა თავის ბიჭო მე აი მაგალითად დაახლოებით ეგეთი სიტუაცია მქონდა ბეთლზე რა გასულ წელს რა რომ იმ მომენტში ხო ეს დამავიწყდა ტექსტი არ ვიყავი კარგად მომზადებული რაღაცა და ყოველგვარი იმედის გარეშე წავედი სახლში რა ხო და აი არც ერთ მომენტში არ იყო რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ოვაცია იმიდან კრაუდისგან არაფერი და დაიდო ვიდეო უბრალოდ შევხედე რომ აი რაღაცა ძალიან არ დავინკრინჯო რა რომ ვიცოდე რა არის კადრში რა გავიდა რომ ვიცოდე როგორ გამოუჩნდა და გავიდა 1 კვირა თუ 2 კვირა და ვიღაცამ გადაიღო TikTok-ი რაღაცა და ნელ-ნელა აგორდა რაღაცა სრული სიგიჟე რა სმეკმა ბიჩაბზე რა აუ ბიჭო ეგ ხო ძალიან რო გახი ხო და აი საერთოდ არ ველოდი მაგას რაღაც მოჩი მეგონა რომ მეთქი ხო არ დაგეგმა რომ მაგრამ არა დაგეგმილი მქონდა რომ იდეაში იდეალურად უნდა შემესრულებინა ყველაფერი მაგ მომენტშიც რაღაცა უნდა ყოფილიყო ხდებოდა და ხო მე რაღაც
დაჟე ტრეკიც მევასა. აი ის სპეკმაბი ძალიან მაგარი მისავალია. მაგრამ ამინდოდა მე თქვა რომ არ დამავიწყდეს რა. ეგეთი პონტი არ ქონია. აი 1-3 წლის წინ ჩავიკეტე სტუდიაში, გარაჟში მქონდა მოწყობილი სტუდია რა. აი მე underground პონტში რა, ძველი მაგრამ გარაჟში მოვაწყე რაღაცა საკაიფოდ და 2 თვე ჩავიკეტე. აი თვით თერაპიის პონტი გავუშვი რა. მოდი ეხლა რაც ამაქვს დავიცლები რა. და ალბომი სხვათა შორის ბევრი ტრეკია მე ჩაგიგდებ და მოусმინე რა. არ არის პოპულარული, მაგრამ გაგისწორდება იმედია დაამოღავებ. ბევრი ტრეკია ბიჭო ძალიან რა. რამდენი? 20-მდე. ალბომისთვის ხო საკაიფოდ ბევრი. კი, კაია. მეტიც იყო, მაგრამ ზოგი არ ჩავსვი და კაროჩე ვიცლები ბოლომდე ეიფორიაში ვარ ხან ტირი, ჩემ ტრეკებზე ხან ვიცინი ვარ რაღაცა და ხო იცი რა შემოქმედებითი ის რო გაქვს რა რო იწვი. ბიჭო როგორც კი მორჩი, მაგარი ცუდად გავხდი. დაიცალე ამ რაღაცეები. კი, მაგრამ ანუ ვითომ ხო უნდა დაიცალო და გათავისუფლდე და რაღაც და როგორც კი ალბომი მორჩი, ალბომი ხო ძალიან მაგრამ მიდიოდა რაღაცა დუხზე ვიყავი და აბა რაღაც დღეს რაღაცა და როგორც კი მორჩი, 1-2 თვიან დეპრესია მქონდა სერიოზული რა. აი ეგეთი პონტი მოქსვლია, რომ იცი რა არის? თუ არ ყოფითად ემოქმედა საქმე პროექტის მორჩენას შენზე. ხო, როგორი რაღაცა არის, იცი, რაღაცა მიზანი რო გაქვს რა. რომ აი ეს უნდა გავაკეთო და იმ მიზანსთან მიდიხარ და მე იქ აღარ გაქვს სხვა არაფერი, გაიგე? შეიძლება ეგ მომენტი დაგემართა თქო რა. ხო, 2 თვე ვიწექი ბიჭო ლოგიაში არა უდგარ ვარჩები. ნუ ეხა ხო მენტალისის დაემატო ხო, ანუ მიზანი კი არ უნდა იყოს რომ ალბომი და всё რა. ხო, ეგ მერე დავამუღავი წლები რო გავიდა. პროცესი არის და ის ალბომი არ მთავრდება იმ ალბომით რა. მანდის არის რომ მუდმივი სულ აკეთებ ამას რა. ამ ალბომს რო დადებ და რომ ვინმეს რომ მოეწონოს, მე კიდე აღარ უნდა გავუკეთო? ხო, რა, ясно, უნდა გავუკეთო რა. აი, ეგ პონტი გაქვს, აი young, აი როცა რაღაცას აჩერებ. აი სიტყვაზე შემოქმედებითად ან ზოგადად რო ჩერდები რა. აი მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა გისწორდება? აი მე არა. 7-დან რო ხარ? 7-დან კი არა. აი უბრალოდ რო შეშვება. არაფერი რო არ გაქვს გასაკეთებელი? აუ კი მევასება. გევასება? მე მევასებოდა კი არა, მანდ ცხოვრობდი. და ეხა პირიქით ხო და მეც მანდ ცხოვრობდი და ცუდი არის რა, იმიტომ რომ აი როდესაც სურათ რო იტყვიან რა, ეს წამოკოტრიალებული და всё რა. ხო და ძალიან ცუდი არის, ეგ დამღუპველი არის და თან კიდე 5 წელი დავკარგე მაგაში. კი, მეტი ალბათ. მანდ რა არის, იცი? მაგრამ მეორე მხრივ ალბათ გარდაუვალია, იმიტომ რომ სადღაც ხომ უნდა დაიტენო, დაიმუხტო და მიხვდე რომ შენ მაგას იმიტომ აკეთებ. ნუ გარდა იმისა რომ რაღაცა ზარმაცობ და რაღაც უდათ იქცევი, რაღაცა გაკლია რა, რაღაცა ენთუზიაზმი ან რაღაცა სადღაც რაღაცამ უნდა მიგიყვანოს იმ დასკვნამდე რომ ესე არ შეიძლება ყოფნა რა. ანუ ეხლა ესე თავისით არ ვიცი რაღაცა უნდა მოხდეს რა გადატრიალება, მაგრამ თავარია რომ არ ჩარჩე იქ ხო ბაზარი არაა რა. მაგრამ ხო არა ჯობია რომ ისა ხარ რა. განვითარება აქტიურად რო ხარ რა, იმისთვის რომ იცოცხლო აქტიურად უნდა იყოს. კი, მუდმივ მოძრაობაშია ხო. ცხოვრებაო რა. ნამდვილად. შენ რომ დარბაშიც დადიხარ, მათი სლოგანია სხვათა შორის. ცხოვრება მუდმივ მოძრაო, ხო ეგრეა რა. არ ვიცი მაგათ. კი ეგრეა. დავდიოდი მეც მანდ. ბიჭო, ხო, ეხა გადავიდეთ რა იმ ძალიან მაგარ თემაზე რა, PvP მოდის. ის ყველი PvP რა. ხო და რა, ეხა როგორ სასტანიაში ხარ რა, რო იტყვია რა, მდგომარეობაში ხო? ხო, როგორ მდგომარეობაში ხარ? რავი, აი დავწერე რაუნდები, თითქმის ნასწავლი მაქვს, ცოტა კიდე მჭირდება. მაგრამ ნუ იმას თუ მიხვდი რომ პელეს განსხვავებულად უნდა მიუდგე. განსხვავებულად? ვიდრე აქამდე უდგებოდი რა. არა, მე ვფიქრობ რომ პელეს უბრალოდ მე ობიექტურად რო თქვა რა. განსხვავებულად მიუდექი აი იმ ფინალზე რა. ანუ მანდ იყო პირველზე? ხო, იმ ფინალში იყო პრობლემა, თორე ანუ მაგრამ ბალეში ყოფდი. ხო, ვიცი და იმედგაცრუება იყო. მაგრამ ანუ მე რო ისევე მექნა როგორც თქვა ქენი ენემისთან ან KG-სთან არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ მე მანდ იმას ვქენი რომ რაღაცა უფრო თან უფრო ლაითი იყო. ხო. ერთი რაუნდი მქონდა შედარებით ისეთი, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო, პირველი რაუნდი, რომელიც იქ
გადავანაცვლე ბოლოში გადავიტანე და ყველაფერი აირია რა. იქ რაუნდები გადავანაცვლე. და ეგეთი სულ სხვა პონტი ქონდა რა, ეგრე შეიძლება ითქვას. პირველი რაუნდი ვიბაზრე ბოლოს. ხო და არა ეგ ხო ტექნიკური შესწავლის თან ის ტექნიკური არა ვიფიქრე რომ მეთქი ესე უფრო ბოლო მომენტში გადავწყვიტე თან რა იქვე გადავწყვიტე რომ მეთქი არა ეხლა მე ცოტა ლაითად მაქვს ამას უფრო მძიმე რაღაცეები აქვს და მეთქი აი მაქსიმალური ეფექტისთვის ასე აჯობებს და აი თა ფრისტაილებიც ქონდა ხო ფრისტაილები ძალიან კაი ფრისტაილები გაქვს ხო მაგრამ მან დაჭრილი ვიყავი იმდენად ფრისტაილები მე სულ ფრისტაილებს წერ ხო არა მე ბოლოს ოღონდ როგორ ესე კი არა ერთ სახოდზე რა punching in-საკეთებ. freestyle line-ი. ხო, მოიფიქრე ჩავწერ. იმიტომ რომ ტექსტი აი ეს დიდი ფარტი მაქვს ეგრე დაწერილი. ხო. აი მაგარია ის ეგ პროცესი. ხო, საკაიფო პროცესი არის. უბრალოდ უფრო ორგანულია, ხო თითქოს? კი, მაგრამ აი რაღაცა ეგეთ ხასიათზე უნდა იყო. აი ხა ამ ესთან გადაობა ტრეკი იყო და რაღაც სერიოზულად არ იმას ვქენი რა, მაგაზე რომ მივეცი ჩემ თავს უფლება. აი რაღაც სერიოზულ თემაზე არ მგონია ჩემ თავს მივცე მაგის უფლება რომ ეგრე ჩავწერ. აი ტრეკს ვაფშე როგორ წერ? აი პეპს დაუბრუნდები. просто მანამდე ჩაგიკითხები. აი ტრეკს როგორ წერ შენ? აი ალბათ ეხა მსმენელს ებადება ხო შეკითხვა, ხო? ზოგი რავი დამწყები რეპერია, ზოგს ევასები. აი მუშაობის პროცესი როგორი გაქვს? ბიტს უსმენ? ბიტს მივყვები, ვცდილობ, იმიტომ რომ ბიტის გარეშე რომ დავწერო, მე ბიტს რო შევურჩევ. სიტყვებს ვცვლი. სიტყვებს ვცვლი კი არა, მგონია რომ ის ბიტი რომ მოსმენილი მაქვს, უკვე სხვა ვერსს დავწერდი. იგივე სათქმელსაც სხვა სიტყვებით ვიტყოდი. ხო, ბაზარია. ამიტომ მირჩევნია რომ ჯერ ბიტი მქონდეს, მერე იმას მოვარგო რა. რავი, ესე ვწერ რა და ჩაჯდომა უნდა. რამე გააქ აი ფორმულას პონტი რომ გაუზიარო დამწყებ რეპერებს, რომ აი არ მე საერთოდ არავის ურჩევ რომ აი რაღაცა ერთი ფორმულით იმუშაონ ნებისმიერ ტრეკში. რაღაც თითქოს გინდა არ გინდა რაღაც ჩამოგიყალიბდება, მაგრამ ყოველ ჯერზე და ყველა შემთხვევას ისე უნდა მიუდგე როგორც ინდივიდუალურს რა. თუ გამოგივიდა რაღაცა ტრეკი, ის უნდა დაივიწყო საერთოდ და ის აღარ გაიმეორო. მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ სხვა რაღაც იმან ამოწურა რა. შენ თავისი ხო? ის რო გააკეთე და კარგი რო არის. შენ თუ გინდა რომ ის ბოლომდე კარგი იყოს და არ გააფუჭო, არ უნდა იმას მეორე სერია და რაღაცეები რა. ხო, არ ჭირდება რა. იმას არის თალკე. всё. ის იქვე უნდა დაივიწყო რა. მე გადადიხარ. ეგ მომენტიც გექნებოდა რომ ზიხა რა, აი ბიტი ჩართე, შემომტყნელი ბიტია, მაგრამ ვაფშე ვერ წერ რა. კი, არის. აი ტვინს რო აი ბურღაო რო ბიჭო რა. ხანდახან კიდე აი რაღაცა მოხდება და საერთოდ არ გცალია სიმღერის დასაწერად, არ გაქვს მაგის ისა და გინდა არ გინდა მოგდის რა სიმღერა. ქუჩაში არ წერ ხოლმე რაღაც ლაინებს ტვიში რომ მოგივა? ვა, ეს რა კაი რამე მომივიდა, და მე ჩახედავ ლაინები, ხო? კინიშნავ, ხო? ხო, კაროჩე PvP მოდისო, ხო, აზე ხარ PvP და რავი მე მაგრა ბოლოებს ვაფშე აღარ უყურებდი, იმიტომ არა. აი იმებს რაღაცებს უყურე, კი, ეხა ის სმეკმა ბიჩაფ და რაღაც ძალიან გაბაზდა და რაღაცები ვნახე რა, მაგრამ ბიჭო, ნახე მე როგორი BPM-იც მინდოდა, როგორც სცენელს ვიძახი რა, ეგეთი არ გაიჩითა, იმიტომ რომ ბიტები იყო, აი ხა რავი, პირდაპირ უნდა თქვა, ყლეობა ბიტები იყო რა. აი უფრო ტრეპ ბიტები რო ყოფილიყო, ხო, ან აი ხვაზე ხარ ის რო არის პაჟარ ხო იცი ტრეკი, რუსული ტრეკი რო არის რა. რუსულ რაღაცებში თუ ხო, არა, რა პონჩი ვიძახი ხა. რუსული ბეთლების ხო ტარდება BPM-ები რა. და მან არის ესეთი იყო ტრეკერი პაჟარ რა, კლავა ბრავო თუ ვიღაცა მღერის რა. არა, იყო კაი ბიტები, რატო შენ ბიჭო, არა, შეიძლება ალბათ სუბიექტური ვარ და ჩემი გემოვნების თემაა, თორე არა, ვაფშე გაკეთდა ის არ მოგეწონა. არა, ბიჭო, ძალიან მაგრამ ევასებოდა ყველა დაჟე ძველ ბეტლებს, ხო? ძალიან პროგრესი ეტყობოდა არტისტებშიც რა. ძალიან მაგარი. ტექნიკურად ყველანაირად flow რაც გინდა ძალიან მაგარი ის იგზნობოდა რომ პროგრესი აქვს ტიპებს რა ვინც გამოვიდა ხო კიდე და რაღაცა მაგრამ ნუ ეს ეხა ჩემი აზრია რომ ბიტები არ ვარგოთ აი რო ყოფილიყო ცოტა ესეთი ტრეპ ბიტები ეხა როგორი ბიტები იქნება აი ძალიან სხვათა შორის იმისი ჩვენი ბეთლის ბიტები დევს ხო აი მაგალითად პირველი რაუნდი ეს იქნება ეს ბიტია ხო ეს მაგად გვერდზე დევს ეს იქნება პირველი რაუნდი ეს ბიტი მოგწევს შენ? რავი, კი. მეორე ეს არის. აბა ის გააჩერე? ამას არა უშავს დო. აი ეს კაჩოკია დო. მესამე ეს. აი ძალიან კაიო.
ესეც კაია. რა ვიცი, ხო, პირველს ველაჯობდა. პირველი არ მოგეწონა პოსტა? აი ესო მეორე პირველი ბუმბეფი. ბიჭო მე ცოტა სპეციფიური, აი ვაფშე ალბომსაც რო წერდი, ბიტებს ძალიან დიდი ხანი ვარჩევდი რა. რა არის, შეიძლება არ იყოს იდეალური ბიტი, მაგრამ შენ შეიძლება მოარგო იდეალურად სათქმელი რა იმას. რადგან ესეთი ბიტია, შენ ესე იტყვი შენ სათქმელს მიხვდი? ან სხვა რაღაცას იტყვი. ხო. რა თუ იქნება იდეალური ბიტი, შეიძლება იდეალური იყოს ბიტი და დაგან დამაბრნიოს ვაფშე. ან იმდედა ტყნელი ბიტია რომ ვერ ჯობნი რა. ხო, არის ეგეთი ისა რომ ეხლა არ ვარ ისეთ ფორმაში რომ აი ეხლა აი ამ ბიტს მე ვაჯობო თუ ამის საპირწონე ის გავაკეთო და ეგეთიც მქონია რა. არის ეგეთი შემთხვევა, აი არის რაღაც ბიტები მაქვს და აი გადანახული რომ არ ჯერ ეხლა მაგის დაწერის თავი არ მაქვს. არა, შავი დღისთვის კი არა. იმ ხრივ რომ აი ეხლა მაგის დაწერას უნდა მაგას მაგარი ჩაჯდომა უნდა თუ რაღაცა რა. კი. მაგრამ რეპში მე ისიც მომწონს რომ აი შეგიძლია რომ უბრალოდ აიღო და რომ რაც არის იმაზე გარეპო რა. ხო, ბაზარია. აი ეგეც ასწორებს რა. კი. ხო და აი მოდის 6 თებერვალს ხო ლაივი წარმატებებს კი გისურვებ ყველანაირად რა. უბრალოდ ოპონენტი ყავს ბოლომდე კიდე შესწავლილი, მეტი რა შესწავლა გინდა, მაგრამ არა, იცი რა არის ადამიანებს ხო იცვლებიან დროთა განმავლობაში. ოპონენტის იცი რა არის, აი ეს ის არის ხოლმე რა, სულ არ კიდე უფრო შევისწავლო და აი ამ შესწავლაში შეიძლება აღარ დაწერო, გაიგე? ვაფშე ხო. და მეორე ისიც არის რომ რაც იცი ის გამოიყენო რა. ხო. აი პელეს ხო pain point-ები, მაგრა პოულობს რა. რა პოინტებს? pain point-ებს. გეხება რა, ლიჩნათ ისე გირტყავს. არა, შენ შეიძლება არ ვიცი, შინაგანად შეიძლება ვაფშე არ გეხება, მაგრამ არა, ვცდილობ იმას აქვნა გავაანალიზო რა. ერთია რომ რას გეტყვია, მეორეა როგორ მიიღებ ხო ამას, მაგრამ როგორ მოვიდა მაგამდე ხო? აი ჩემი აზრით თითქოს მორალსაც ყლეზე იყიდებს, ნიჰილისტურად უდგება ყველაფერს და ჩემი აზრით პელეს pain point-ებში ძალიან მტყნელია. არ ყოლია ალბათ თავისნაირი ტიპი? თავისნაირი კი არა, ისეთი ტიპი, რომელიც მაგას დაარტყავს იქ სადაც აქ დასარტყმელი რა. ხო, ვერ ხო, მაგის სუსტი მაგალითად ხა ყველაზე კარგი ბეთლი ალბათ იმასთან ქონდა ქურუმთან. ქურუმ ყველაზე ძლიერი ოპონენტი ალბათ ქურუმ იყავდა რა. ქურუმმა რაღაცეები კარგად უთხრა. აღარ მახსოვს ხა დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი არ მინახავს ეგ ბეთლი. თუმცა არ იყო კარგად მომზადებული მე მგონი და მე რაც შემეხება მე საერთოდ რაღაც განზრახ დავინდე და რაღაც ეგრე გამოვიდა რა. კი. ხო. იმიტომ რომ მთელი პროექტი ჩემთვის აღმოჩენა იყო რომ აი არ ველოდი ტიპისგან და რაღაცა ბიჭო არა და შენ გააკეთო რომ შეგიძლია რომ იმენა მიწასთან დაანარჩო კი ხო და აი რაღაცნაირად არ მინდოდა რა მაგ ადამიანის ხო და რა შეგიძლია ყველა ვარიანტში ხო აზე არა რა კი რა ძალიან იმენა ძალიან ძლიერი ოპონენტია ძალიან ტყნელი მაგრამ ეგაა ზუსტად რომ ძლიერი ყავს ოპონენტად აბა სუსტი რას გინდა ხო სუსტი რა ხო თუმცა სუსტი ოპონენტი და თუ არაფერი არ შეუულია შენ თვითონაც არ მაგაზე ძლიერი ოპონენტები მყავდა მე მაგრამ ხო ხო KG და enemy მე შემეერთ უფრო შენთვის ლიჩნად უფრო არა ზოგადად უფრო ძლიერები არიან ხო ხო მე ესე მგონია რა თუმცა რა ვიცი ხო ისე ხო არა წეღა ძალიან მაგარი რაღაც თქვი რომ აი უპოვო ის ზუსტად არ შეხვედრია ტიპს ის ვინც უპოვიდა მაგას რა არა და მაგასაც ხო რაღაც წაკითხვის უნარი უნდა და რაღაც რო ტიპში იპოვო ეგ და ეგრევე დაარტყა ხო რა თქმა უნდა ეგ ყველას არ შეუულია რა ეხა ცხოვრების ელ პონჩი რო ეგ გააკეთო პროჭობაა მაგრამ იქ მაგარია იქ პირიქით შენი ის არის ხო ფიშკა რა და შენი ძალა რომ მაგი გამოიყენო და მაგას აძლევს მოყავს შენ რამეზე ხო არ გინდოდა ბაზარი ეს დღეები ან თვეები და სიტყვაზე იტყოდი რა ანუ მე ძირითადად რაღაც ყველაფერ თუ შენახვა გევასება ხოლმე ყველაფერს იმაშვები რა რაღაცა არ ვიცი რამდენად გამომდის მაგრამ რომ მაქსიმალურად ბეთლზე ვიყო ორიენტირებული მაგას ვცდილობ რა ანუ შენ multitasking პონტი არ გაქვს ხოლმე ხო აი ერთად აკეთებს სხვადასხვა მაგრამ ბეთლზე არ მინდა რომ ეგ გავაკეთო იმიტომ რომ ცუდად მაგ დაცთილი ბეთლზე ეგ multitasking-ი რა ანუ ისწავლე შენ ფინალზე გამოსილება
ფინალზეც ეგ მაგას ვაკეთებდი, რომ იქ რაღაცა კონცერტის ორგანიზება, რაღაც ტრეკების დადება, იქ ინგლისურად ცალკე ტრეკები და ფინალი იყო, აი რაღაცად მე-10 ხარისხოვანი რა და შედეგზეც აისახა. რაც მე ვინანე მაგრად. ბაზარი ახლა ბოლოს რომ მქონდა ბეთლი, იქ კიდე ის მქონდა, რომ ვითომ სხვა რაღაცებს არ ვაკეთებდი, მაგრამ რეალურად არც იმ ბეთლისთვის მომემზადე ნორმალურად. კი. ახლა ცოტა უკეთესად. აი ეგრე მაგ ეხაც რა, წიგს წერ რა, ვამთავრებ ბაჭდი რა. ნუ 20-21-ში დავიწყე. მე ახლა გავაგრძელე 20-24-ში და ახლა ვამთავრებ, მაგრამ აი როგორ ამაკ იცი? იმდენი საქმე რო გაქვს, რომ თან ყველაფერს უნდა მოედო. ხო. იმიტომ რომ ყველაფერი ნაწილია იმ საქმისა, რასაც ჯამში ქვია შენი საქმე რა. ყველა ეს პატარა საქმე ხო აუცილებელია, არ ვიცი, მარებში რამდენადაა, მაგრამ ხო ამ ეპოქის რაღაც პრობლემა არის, რომ აი ხო, იმიტომ რომ შენ ახლა რომ გადადო დროებით მუსიკის ჩაწერა, ხო? ხო. და ბეთლზე კონცერტი და ამით ჩემთან არაფერი არ დაშავდება, ხო? და ჩემთან იმენა რაღაცეებს ერთბაშად უნდა გავუმკლავდე, იმიტომ რომ მე თუ დააკლდა რაღაცას კიდე აკლდება რა საქმეში და ამიტომ ეგ პონტი მეც მახუმე და მაგრამ მაგან განმივითარა ეს multitasking-ის პონტი რა, შემიძლია რომ ვაკეთო. მაგრამ აი ხა წიგნი ვერ დავამთავრე, ბიჭო, აი დამრჩა ბოლო თავის მოფუჩეჩება რა. ძალიან კაი მტყნელი წიგნია. რა თემაზე არის? ჯამთელობის თემაზე არის, აი ფიტნეს თემებზე და არა მარტო რა, კვება და ოღონდ როგორ არის, იცი, უფრო იმაზეა, ცნობიერების შეცვლაზეა, რომ აი მითები რაც არის, ხო? აი ჩაძირკული რა, აი ფესვებში გადგმული, მინდა რომ ამოუძირკო რა, მასაში რა. ხო აზი ხარ რაღაცა ის არ გააკეთო, ამას იწევს და ეს ახლა პროსტა მაგალითი მოყავს, მაგრამ თემა ეგაა, რომ ტიპში ცნობიერება შეიცვალოს, რომ ეგრე არ არის, როგორც გეგონა 20 წელი. როგორც გეგონა 30 წელი. და რეპშიც ეგ თემა არის, პროსტა შენი რეპით და ბაზარით აკეთებ იგივეს, ხო? კი, კი. მე პროსტა ეხა წიგნი თქვენი ზოგჯერ რეპით ვიზავ და შენ იმენად ჩისტად ამ კარიერით იმას აკეთებ. წიგნი რამდენად არის ის ფორმა, რასაც აი მას იზავენ რა. ბიჭო ხო, კი, აი ეგ მომენტიც არის, ვეცადე რომ მაქსიმალურად ეგეთი ყოფილიყო რომ გაეგოთ. და მეორე მომენტი ის ქონდა რომ ისა ჩემი პონტიცაა, რომ აი ძალიან გულით რო გინდა მთელი დიდი ხანი. და ბაბუაჩემს უნდა და გამოეშვა წიგნი და ისე მოკვდა ვერქნა და მეთქი მე ვიზავ. ეგ უკვე ლისტად ჩემი ისაა რა, мотиваცია და ეგ თემაა, მაგრამ ეგ პადაჩაკია როგორ იტყვიან გზავნილი ხო? ხო, მოწოდება ეგ არის რა, რომ ადამიანებს ცოტა ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდო რა, რითაც შევძლებ. კი, მაგარია. იმიტომ რაც უფრო მეტი ტიპი იქნება, ეგრე ხო, ეხა შენ რო ლინს ვსვავდე, ხო? ლინი ჯღერთვა დაგიფაროს 5 წლის წინ რო დაგეწყო ლინისმა და დღეს აღარ ჯვარიგწერი აღარ ყოფილიყავი, ხო? კაი რაღაცები გაიკარგებოდა, ხო? კი. ეგრე რამდენი კაი რაღაცა იკარგება, რომ ტიპები პროსტა არასწორად ცხოვრობენ და ეგ მიზანი და მაგას აკეთებ შენი საქმეს. შეიძლება ზოგჯერ გაუთვიცნობიერებლად აკეთებდე მაგას, მაგრამ რაღაცა ქნა ჩაწერო. ისე ბევრი რაღაცა. და ამით ცხოვრება შეუცვალო ტიპს. კი, ბევრი რაღაცა ხდება გაუთვიცნობიერებლად რა. კი. აი ხანდახან რაღაც ძალიან ბევრი პრობლემა უგროვდება ზოგ ტიპს და იმაზე არ ფიქრობს, რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. რა ფიქრებით, ყოველდღიურად რა საქმიანობს. ხო, თავში არის ყური. იმ სიბოროტეებს ვერ ხედავს, რაც გამჯდარი აქვს ყოველდღიურობაში და მერე კიდე გარე ფაქტორებს აბრალებს რაღაცას და შენ თავში ჩაიხედე ჯერ რა. ხო, და აი ეგაა, რომ მიზანიც რა არის, რომ ყველა ადამიანი უნდა მივიდეს იქამდე, რომ საკუთარ თავში ჩახედვა მოუწიოს. რა მიგიყვანს მან? არა, მნიშვნელობა, მაგრამ ხო ეგ აი ყველას ხო უნდა დაუდგეს ეგ მომენტი, რომ ჩაიხედოს ვინ ვარ რა. შეიძლება შიგნით მაგარი მზღნერი მქონდეს, ხო და არ ვიცოდე. ხო რა, ბაზარი არ არის, ხო ეგრეა. ხო, უნდა ჩაიხედოს თავის. არ გარეთ ვიშვერ რა, მაგრამ შიგნით რას დაინახავს, ხო რა. ანუ ჩახედვა მაგას გულისხმობს ალბათ, რომ დაინახოს. ხო, თუ ჩახედვა დაიწყე, ალბათ რაღაცა ჭრეტის უნარიც გამომუშავებული გექნება რა. რაღაცას დაინახა. ხო, ბიჭო, აი შენ ეხა ვიცი რა პონტი, ეხა გზაში მოვდიოდი და უსმენდი რაღაცა პლეილისტებს, ხო აზი ხარ და ეხა ვარ ფრანგულ ფრენჩ რეპზე ვარ რა, რაღაცა ფრანგულ პონტებს უსმენ რაღაცა. ფრანგული დრილი დამევასა ბოლო ხანებში და ხო აქ აი სმენელობას ხო აქ ეგ მომენტები, რომ რაღაცის ვაიბზე ხარ, ზოგჯერ ერთი თვე ამაზე ხარ. ეხა რაზე ხარ?
მე აი რას რითი кайფობ რას უსმენ რა აუ გაგიკვირდება მაგრამ ანუ ალბათ ამ ბეთლისგან გამომდინარე ისევ არ მინდა რომ რაღაცა ძალიან იმას ავქნა რა როგორ ვთქვა ანუ რეპს რო უსმენ ძალიან დიდი ინფორმაცია არის და თან მე ეგრე უსმენ რომ ვაკვირდები რასთან რა არის გარითმული და ბევრ ასე ვთქვა სიღრმეში გავდივარ რა და ამიტომ უსმენ რაღაცა ლაით რაღაცა პოპ სიმღერებს რა სადაც ბევრი სიტყვა არ არის რაღაცა უფრო ვაიბზე არის უფრო ხასიათზე არის და სუბუქი არის და აი არ გიტვირთავს თითქოს არაფერს არ გაძლევს რა ხო ეხლა მაგრამ მუსიკის გარეშე მიჭირს რა არ შემიძლია აი გავადღე რომ არ მოусმინო ალბათ არა ყოველთვის ხო ხო ალბათ ყოველ ანუ არ არსებობს ჩემთვის ის რეალობა სადაც შეიძლება ისე მოხდეს რომ დიდი ხანი არ დავწერო სიმღერა მაგრამ მე რატომღაც მე სულ ავღიქვავ რომ სულ წერ აი რაც ხდება შემოქმედებაში რას გულისხმობ შემოქმედებაში ამ დროს გულისხმობ მოსმენასაც შემიტომ რომ შეთვის მოსმენაც შემოქმედების ნაწილია ანუ ბრო ვარსებობ გონია რომ რაღაცას წერ იმ დროს რა ანუ რეალურად შეიძლება ეგრე არ ვაკეთებ კი არა არ ვაკეთებ ეგრე და სულ შვები ეგრე რო არ ვაკეთებ მაგრამ აი მგონია რომ ყველაფერი იმას ემსახურება რომ მე რაღაცა დავწერო რა მთელი შენი ცხოვრება ხო მთელი შენი ცხოვრება რა თავარი ის არის რა ქვია აზრი ცხოვრების თუ რაღაცა შევქმნა გრძელდება კაი ძალიან დიდი წლები კი ანუ რა შორის ყველაზე სტაბილური რეპერი ხარ თელს შეიძლება ყველაზე რა რავი მე იცი რატო ეგეთი სტაბილური ხო არ ვიცი ვინმე იცი შენზე სტაბილური? არ ვიცი მე რო თქვა ის იქნება უხერხული. არა, ვაფშე არ იქნება, თო. არა, არ ვიცი, მართლა არ ვიცი. იცი რა არის? მე ალბათ ღრმა ბავშვობიდან მეგოდი არავით. ხო და აი მაგარ რაღაცას მიაგენი შენ ახლა და მე მგონი ლოგიკური ისიც მაქვს რა ახსნას რა, აი ღრმა ბავშვობიდან რაღაც გადავეჯაჭვე ხელოვნებას რა. ხო. და როდესაც რეპერობამდე მივედი უკვე სადღაც 12-13 წლის ასაკში რა და ეს გავიაზრე რომ მე შეიძლება ეს პროფესიად ვაქციო ან ამას ვემსახურო უკვე ისეთი დამოკიდებულება მქონდა ხელოვნების მიმართ და ეგეთი საქმიანობის შემოქმედების მიმართ რომ ანუ ეს თუ არის ეს არის და დამთავრდა რა იქ არ იყო ის ანუ ეს მანამდეც მქონდა ეგ განცდა უბრალოდ აი მხატვრობაზე მქონია ეგეთი რაღაცა რეჟისურაზე მქონია და ნუ საბოლოოდ რეპი აღმოჩნდა ის ფორმა რომელიც ყველაზე გასაგები თუ მისაღები იყო ჩემთვის და ის მომწონდა ალბათ და დღემდე მომწონს რეპში რომ აი ყველა იმ უნარს რაც მინდა რომ მე ვაჩვენო აუდიტორიას ბაზარი არა აი იმ რაღაცებს აჩვენებს რა აი ხა ძალიან მიყვარს კინოც და მხატვრობაც მიყვარს თუმცა შენ რეჟისორიც ხარ ხო? კი განათლებით მხატვრობას ჩამოშორებული ვარ მაგრამ ნუ ისიც მიყვარდა თავის დროზე რა უფრო ბავშვობაში თუმცა იქ ესეთი ფართო ის არ მაქვს რა მაგრამ აი რეპში ის არის რომ აი ყველა კომპონენტი რა რომ ჯერ გარითმოა ბაზარი არა შენი სათქმელი შენ რაღაცის თქმა გინდა აზრის აი ხალხს ხო ლაპარაკობ მაგრამ ეხა ეს წარმოიდგინე მე ისე რომ ვთქვა რომ თან ლამაზად გავრითმო, თან რაღაცა რითმში ჩავსვა, მუსიკალური გავხადო, თან მელოდიას მოვარგო, თან ეს შევასრულო, მე ისე შესაბამის ვიზუალზე ვიყო, რაღაცა ემოცია წამოვიდეს ჩემგან ამის შესრულების დროს სცენაზე ვიდგე, აი თან ის იყოს გონება מחვილურად იყოს ნათქვამი და შეიძლება პირდაპირად არ თქვა, მაგრამ ისეთი რაღაცა ჩავარტყა იქ რომ ვა ეს ხო აი ჰარუსთან რო ქონდა ნათქვამი ბიჭო ეხა გამახსენდა ადრე რომ ქუჩაში რო გახვიდეო და უთხრა ვიღაცას აი იცი რა მე რას ვფიქრობ გიჟიაო იტყვიან ხო ესო აფრენსო რაღაცით უნდა შეფუთო შენი სიგიჟეო რა ძალიან მაგარი ის იყო ეხა როდის მახსოვს რა არ დამოიწყებია რა ერთი 8 წელი 9 წელი გავიდა და რეპრეზენტის იყო ხო? კი რეპრეზენტის ინტერვიუში კი მეც გადავხედე ცოტა ხნის და მაგითო მახსოვს ვიგმანდ რა რომ უნდა შევფუთოთ ეს ჩვენი სიგიჟე. ხო, ეს უფრო ისეთი ჭყალებში მხატვრული ნათქვამი არის შედარებით, მაგრამ ძალიან მაგარი ნათქვამი. ხო, რეალურად ის არის რომ აი სტაბილურობაზე ბევრი კომპონენტი რაც რეპერობას ზდევს და უფრო ალბათ ეხლა ამ გადმოსახედიდან მე ალბათ უფრო შეყვარებული ვარ
რეპერობის პოტენციალზე, ვიდრე კონკრეტულად რეპერობაზე, იმიტომ რომ მე რასაც ვხედავ სოფლიო მასშტაბით რა, რეპერები არ არიან ის ტიპები, რადაც მოაქვთ თავი რა და არც ერთ შემთხვევაში რა. ანუ ყოველთვის რაღაცა იმას აქ ადგილი. ყოველთვის აქ რაღაცა არაგულწრფელობას ადგილი რა. ანუ როგორი რაღაცა არის, იცი, რომ ანუ აი თუფაკზე შემიძლია მარტო თქვა, რომ აი ეგ არის რა. ანუ ყოველთვის არის რაღაც თავის პრინციპებს ყველა რეპერი გადასული რა და უბრალოდ აი ეს იდეა უფრო მომწონს და აი ამ იდეალისკენ სწრაფვა ვიდრე ის რომ აი რეპერი მაგარია, იმიტომ რომ ამას შედიხარ ამ სივრცეში თუ რაც ქვია რა და შიგნიდან რომ ხედავ რაღაცა ის არ არის რა, რაც უნდა იყოს. შენ გადაუხვევდი შენ პრინციპებს, აი სიტყვაზე კარიერული. მე ვთვლი რომ მე ჩემი პრინციპებისთვის არსად არ მაქვს გადახვეული. ისე იზავდი? ხო და არ ვიზავდი, მე ეს ჩემი შეფასება არის და ჩემი სუბიექტური ხედვა არის რა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა გარედან ხვანაირი ის არის, რომ არა ამას კაცო ისაა გაკეთებული და ეს და ის როგორ შეიძლება რეკლამის გაკეთება, როგორ შეიძლება და აზრის დაფიქსირება და რაღაცები. თუმცა მე არსად და კიდე იცი რა არის? აი ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი რა, რომ ქართველებს ხო რეპი ხო არ არის ქართული და არც ჰიპ-ჰოპი. ეს მე თავიდანვე მქონდა გააზრებული, როცა მოვისმინე და როდესაც ის აღმოვაჩინე, რა ქვია, ძებნილები და ჯერონიმო, ჩემთვის ის იყო ის გამისწორდა ყველაზე მეტად, რომ ამის ადაპტირება ჰქონდათ ქართულად გაკეთებული ტიპებს თან იმ დროისთვის ძალიან დამაკმაყოფილებელ დონეზე რა. ნუ ჩემი გემოვნებისთვის ყოველ შემთხვევაში რა და ამ იდეამ შემიფრო, რომ ვა შეიძლება მეც გავაკეთო ესეთი რაღაცა რა. თუმცა მე რაც მან დავიჭირე ერთ-ერთი პირველი ის იყო, რომ ეს არის აქედან აქაური რაღაცა და იმისთვის რომ მე ეს ავითვისო, ეს უნდა შევისწავლო. და არა ის რომ მაგრამ მეორე მხარეს რომ ამას რომ დიდად არ სწავლობ და შენ შენებურად უბერავ და რაღაცა ეგეც მოსულა, იმიტომ რომ რეპი არის. ის ტიპები ხო, აი ეს ამერიკელი ტიპები, ვინც რეპავს. ისინი დიდად თავს არ იკლავენ ამის შესწავლით. ისინი არიან რა ტიპები, რომ აი როგორც მოვიდა მისამდე თუ როგორ ვთქვა. როგორც მივიდა მაგასთან რაც გაიგო ისე გაუშვებს რა და მე მაქედან ჩამოყალიბდა სამხრეთული რეპი, ეს არის West Coast-ი, Midwest-ი და რაღაცეები რა, იმიტომ რომ ისინი რომ იმ ორიგინალ იმაში ჩასულიყვნენ სიღრმეებში, მაშინ ალბათ იქნებოდა ყველგან ისეთი როგორც ნიუ-იორკში იყო თავიდან, ხო? მაგრამ რადგან მაინც საჭირო არის სადღაც ამაზე თვალის დახუჭვაც შეგეძლოს, რომ მე ჩემებურად შეუბერავ. თუმცა მე აი პირველი დღიდან, ასე ვთქვათ, რაღაც ვცდილობდი, ყოველ შემთხვევაში რამდენად გამომივიდე, ცალკე თემა არის, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, რომ იმ სიღრმეში ჩავიდე, რაც არის რა, ეგ ჰიპ-ჰოპი, რაც არის რეპი, კულტურა რა. და იმათი ყოველდღე იმიტომაც რეპავ ინგლისურად კარგად, ხო? მაგანაც განაპირობა. და იმიტომ რეპავ არა მარტო ინგლისურად კარგად, ქართულადაც ჩემი აზრით, იმიტომ რეპავ ვინმეზე უკეთესად, რომ კულტურა მესმის ღრმად და იცი რა არის, აი გარედან არის როგორი შეფასებები, იცი რომ ეს რა რეპერულია თუ რაღაცა და ბიჭო რა ყლეობას მე რა არ არის რეპერული, შედებილო, ანუ ვაფშე იცი რა არის რეპერული, ანუ რას მელაპარაკები, გაიგე? აი მაგიზიანებს და თან ამას როგორ აუხსნი ახლა ტიპს რომელსაც არაფერი არ აქვს მოსმენილი ქართული რეპის გარდა. ამით ჩათვალე ახლა რაც თქვი ბლუპრინტს აძლევ რა ვიღაც ტიპებს რომ ხო ბლუპრინტი არის და წავიდნენ და იმას აქნან კიდე რაზე იმას შვები იცი? შენ ძმაო ინგლისური კარგად იცი თუ რაღაცა და ანუ შენც ისწავლე მე ანუ ხო რა დახვეწე ხო და ის რო იციან კიდე რაღაცა რუსული რეპიდან რო იღებენ რეფერენსებს და იქედან რო სწავლობენ ბიჭო იმას ამერიკულიდან აქვს აღებული და იმან თუ ისწავლა და გააკეთა შენც შეგიძლია შეჩემა აი ამაზე ანუ პირდაპირ იმას მოედე რა ანუ ის გააკეთა ანუ რატო გჭირდება ეს ამხელა რაღაცა დახტუნაობა რა ხო და მაგარი ტრეკი გაქვს პროტეინის ხტები ხო რასაც ვამბობ რომელზე დახტუნაობაზე გამახსენდა პროტეინისთვის ყლეზე დახტის მისი საყვარელი სკუპია გახსოვს და რამტყნელი ტრეკია მაგარი ლაინი არის და მაგას ვინ მიხვდა ეხა
არავის არ უთქვას აქ. მაგას ჩემ გარდა ხო არავინ არ გეტყოდა. ძალიან მაგარი ტრეკია. ხო და აი ეგ არის. ტვიში ისეთი არეული ვარ. ძალიან მაგარი ტრეკია თო. მისი საყვარელი სკუპია. ხო, სკუპი ქვია იმას და თან სკუპი ეგ ტრეკი. თან განზე როგორი პროტეინი. ეგეც მაგარი იყო. ტვინში ისეთი არეული ვარ, შემთხვევით მოვტყანი დამლაგებელიო. მართლა მოვტყანი ბიჭო. ძალიან მაგარი იყო. ვახში. გენაცვა. აუჩები. გახსოვს ხო ჩვენი ჯაბასი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი ბიჭო და ხო, ანუ აი მაგის გამო რომ რაღაცა ისა აქვთ, აი შეხედულება რომ ეს მოსულა, ეს არ მოსულა, ანუ შენ თვითონ არ იცი რა მოსულა მაგ კულტურაში თუ რაღაცა, ანუ ისევ ჩემი მიმღებლობით მე რომ მაგ მიმღებლობა იქიდან გამომდინარე მე შემიძლია ვთქვა რომ ხო კარგი იცი რადგან შენ ესე ფიქრობ მე მესმის რომ შენ დიდი ინფორმაცია შეიძლება არ გქონდეს ამ თემასთან დაკავშირებით მაგრამ ნუ რადგან რეპია და მე ვიცი რომ ამერიკაშიც კი შეიძლება რეპერების დიდი ნაწილი არ იყოს ზეინფორმირებული რადგან იმის მიმღებლობა მაქვს იქიდან გამომდინარე მე მაგ შენი გამრუდებული ხედვის მიმღებლობას რომ აი შენ რადგან ეგრე გინდა რაღაცა არ მოსულა და მაგიტო არ მოსულა მაგრამ აი იმ პრინციპებს რაც შეეხება მე არ ვთვლი რომ სადმე მე გადავუხვი ესე რადიკალურად რომ ვაიმე ეს როგორ და მე მარად რეპერ კაც თუ რაღაც გადავუხვე ხო აწიებე და იმენა ჩილ რაღაც შესას საგაი იცი რა არის ანუ სადღაც როგორი მომენტი არის იცი სადღაც ალბათ უნდა გაიაზრო ადამიანმა რომ ვიღაცა არის შენთვის ავტორიტეტი და ეგ რო აკეთებს უნდა იწამო რომ აი ეს ეგრე არის ალბათ ეს მოსულა რადგან ეს აკეთებს მოსულა რა კი ანუ მე ხა არ იმას ვიზავ განუსჯი იმას რა ქვია თუფაკის ბიოგრაფიას რომ აუ იქ ისე შეიძლება რაღაცა არ ჯდებოდეს ჩემ გემოვნებაში მაინც და მაინც მაგრამ ნუ ის არის რა ორიგინალი ეგ არის რადგან მაგან ეგრე გააკეთეს ეგი ეგრე არის რა და შენ აქედან სადღაც 900 იქიდან არა მაგას ძმაო ეგ არაკაცურად ქნა თუ რაღაცა ანუ მაგან ქნა და შენ თუ არ გინდა თუ არ მოგწონს და შენი შეხედულებით თუ არაკაცური არის ვაფშე დაანებე მაგ სფეროს თავი ანუ თუ ან გააკეთე მოდი მიაღწე უფრო მეც ვიდრე თუფაკმა და მე თქვი რომ ხო და არა ძმაო აი თუფაკი ვაფშე არ ვარგოდა მაგრამ რა როგორ რანაირად ბიჭო ხო და ეგეთი პოტის ხო არის რომ აი შენ გევასება ვიღაცა შენ აი კონკრეტულად ვიზახი ეხა მე მსმენელი ნუ დამწყები ხარ რეპერი ხარ მსმენელი ხარ თუ რა ხარ და უყურებ ინფლუენს რა ძალიან თესლი არტისტია მაგრამ არასწორ მაგალითებს გაძლევს რა იქ ლინისკენ მოგიწოდებს ხვაზე ხარ და შენ ვაფშე არ ხარ ეგ ტიპი ვაფშე სხვაგან ხარ გაზრდილი ვაფშე სხვა კულტურაში ხარ და შენ უფცებ იჩითები აი უნდა რაღაცა ლინზე მირეპავ იქ რაღაცა ეხა კი რაღაცა ლაინები შეიძლება მეც დამიწერია ეგეთი რაღაცა ფლექსი და რაღაც მაგრამ ამას ახდენს ცუდ პონჩი გავლენას არ ახდენს აი ეგეთი რაღაცები კი რა თქმა უნდა საყვარელი არტისტის საქციელები რა თქმა უნდა ახდენს თუმცა მანდ არის სხვა მხარე რა აი მაგალითად ეხა ლილ ვეინი არის ჩემი აზრით თანამედროვე მუსიკაში ძალიან დიდი გავლენა აქვს თანამედროვე მუსიკაზე რა და თანამედროვე არტისტებზე არა მარტო რეპერებზე კინგს ეძახიან ხო არ ვიცი რას ეძახიან, მაგრამ ლილ ვეინი არის რა, ანუ თანამედროვე რეპერების მამა ცოცხლა რეალურად, ხო? ხო და ნუ ეს ლინის და ეს თემებიც აქვს, თუმცა მე არ უსმენ ლილ ვეინს, იმიტომ რომ აი ხა ლინზე მეტყვის რაღაცას და მაგარია რომ ლინზე რეპავს. ეს შენ მეც და დარწმუნებული ვარ სხვა ბევრი რეპერი ფიქრობს, ვისაც ესმის ლილ ვეინის შემოქმედება, ეხა ვიღაცისთვის ლილ ვეინი ამა ეს ჭყიპინებს თუ რაღაცა, ეხა ვინც მაგ ხალხს არ გულისხმობ რა, ვისაც ესმის ლილ ვეინი რას რეპავს, შინაარსი და რა მაგარი ლაინები აქვს ლილ ვეინს და რა მაგარი ტექნიკა აქვს და საერთოდ რა დონეზე არის ტიპი, ვინც მაგას აღიქვავს, მაგ მსმენელზე მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში.
ანუ მანდ მე არ უყურებ მაგას, მაგის ცხოვრების სტილს. ჩემთვის მიუღებელი არის, ჩემთვის ისიც მიუღებელია, რომ სახეზე ახატია 1000 რაღაცა, მე არ მესმის ეგ რატომ უნდა გააკეთოს ადამიანს. მაგრამ ნუ ეგეთი როჟა არის და მე ვღებულობ მაგ ტიპს, როგორიც არის და მე მაგის გამო ვღებულობ, აი მაგის შემოქმედებას. ეს შენ გაქვს მაგის ძალიან კაი დაჭერის უნარი, მაგრამ აი ხო და ხელოვნება საერთოდ ეგ არის თქო რა, მაგას ვამბობ რა, ეხლა შეიძლება იაგთაგი რო იხდი და ბოდიში თქო ბოლოს ეხა კონტზე რომ აი მოსამართლე რო ებაზრებოდა, აუ ეგ შენი თემა დაგვავიწყდა. მერე ჩავსვათ. აი მოსამართლე რო ებაზრებოდა იაგთაგს ბოლოს რომ შენი ისაო რა. ხო. ძალიან დიდი გავლენა გაქვს ბავშვებზეო რა. ხო. აი ეხა ხო ყველას გონიაო რომ აი ხა შენ ვინც ბაძავსო, აი მილიონერი გახდება რეპერობით, რაღაცა ლინი, რაღაცა იქ ამას ეუნება სასამართლოზე და ემა ბოდიში ვიხდიო, ვიციო რომ უკეთესი მაგალითი უნდა ვიყო და მაგ თემაზე მქონდა ბაზარი რომ თორე ეხა შენ იასნა მე მოусმენთ მაგ ტიპს ვით დავიჭერთ რა დასაჭერია რა რაღაცეები რა შენ ეხა ეგეთი ცენზურა თუ დააწესე მაგაზე ვეღარ იქნება მე ის ტიპი ვეღარ იქნება ის შემოქმედება ისეთი ვერ იქნება მაგრამ აი ორი ისეთი რაღაცა იკვეთება კი რო ერთმანეთს ხელს უშლის რა ვერ იქნები თან რაღაცა იდეალური მაგალითი და თან გექნება იდეალურად თავისუფალი შემოქმედება რა ერთული არის რა ამიტომ შემოქმედების და აი ამ რაღაცა ინსტიტუციების თუ რაღაცების თანაარსებობა რთული არის რა ყოველთვის ეგ კონფლიქტი არის აი ხო შემოქმედებაც ისე ხო თუმცა არის მომენტები სადაც შეიძლება რომ თანაიარსებონ აი რაღაცა შეიძლება დაიჭირო რაღაც ხაზი, მაგრამ ის რომ აი ესე სუბთად და ისა, ანუ ეხლა მე არ მივესალმები რა თქმა უნდა და საერთოდ წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ფორმით ნარკოტიკის, მაგრამ ნუ ბევრი რაღაცა რეპში შექმნილა. ბევრი საერთო გვაქვს ჩვენ რა რაღაც პონჩი. ნამდვილად. აი შენც მაგრა გეზიზღება ხო ეს დრაგები ალკოჰოლი კი, წინააღმდეგი ვარ. მე მარტო წინააღმდეგი კი არ ვარ, მეზიზღება. სხვა რო აკეთებს ჩემ თვალწინ ეგეც მეზიზღება. ხო, არა, ხარ ხო? იცი რა არის შევწრები ვარ, მაგრამ რაღაცა ეტაპზე მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა არ არის საჭირო. ბიჭო, ხო აი მაგას არავინ არ გეკითხებოდა. მე გკითხავ რა, აი ეგ პროსტა არ გევასება თუ რაღაცამ მიგიყვანა მაქამდე რომ არ ქნა ეგენი რა. აი იცი სიმართლე გითხრა, სიმართლე გითხრა. არც გაერთო ეგრე. სიმართლე გითხრა არ ვიცი საიდან გამიჩნდა ეგ. შიში ხო არ გაქვს? არა შიში აი რაღაც პონჩი ქვეცნობიერად რომ აი არ ვერ გავეკარები რა ამას ან რაღაც მარიხუანა. არა არ ვიცი რაღაცა ის მქონდა რა. აი ბავშვობიდან რო ხედავდი რომ სიგარეტს რო ეწეოდნენ, მაღიზიანებდა რა. მერე ის იყო რომ სკოლაში უკვე რო დაიწყეს ჩემმა ძმაკაცებმა, კლასელებმა მოწევა და რაღაცა, მან არ ვიცი საიდან, მაგრამ ეგეთი ის გამიჩნდა, ჩემი ის იყო თეორია და მე რეალურად მე მგონი მართლა ეგრე არის, რომ შენ რო სიგარეტის მოწევას დაიწყებ, შეხედე? და ამას ვუხსნიდი და ნუ სასაცილოდ არ ყოფნიდათ რა. ანუ თვითონ მოწევის ფენომენთან აღარ გექნება პრობლემა. ანუ შენ ჩვეულებრივი მომენტი იქნება რომ აი რაღაცა ჩაიდო პირში და ცეცხლი წაუკიდო და ჩაისუნთქო. მერე შენ გაცილებით მარტივად შეგიძლია რომ მარიხუანა გასინჯო. მერე მარიხუანას შეჩვევას იწევს ნელ-ნელა. რაღაცა რაოდენობის მოხმარების შემდეგ შეიძლება გახდე დამოკიდებული. მერე უკვე ის ბჭყალებში გიტრუხდება, მერე გადადიხარ უფრო მძიმე რაღაცებზე და უფრო მარტივად შეიძლება ჩამოყალიბდე ნარკომანად. ეგ იყო ჩემი ისა რა. ხო და არ ვიცი, ძალიან სასაცილოდ არ ყოფნიდათ და მერე უკვე დიდობაში შენი кайფი რა არის მუსიკის გარდა? აუ სასმელთან მქონია ურთიერთობა, თუმცა ამ ბოლო დროს ხშირიც მქონია, მაგრამ აი რაღაც იცი რა არის, საბოლოოდ ეს ყველაფერი ეს რაც გაბრუებს შენ თავს აღარ ეკუთვნი რა და აი ეს გართმევს ვიდრე გაძლევს ხო? ნამდვილად. უფრო ანუ იმისთვის რომ შენ რაღაცა განწყობაზე სწრაფად დადგე
შენ მე მეორე დღეს უნდა გადაიხადო რა, ესე ვთქვათ რა. სესხი გამოგაკ რა. ხო, მეორე დღეს ვეღარ ივარჯიშებ, რაღაცა შეიძლება ყვება ვეღარ დაიცვა, თავი გისკდება. პროდუქტიული ვეღარ იქნები, ხო რა. ბაზარია რა. ვაფშე ცხოვრებაში ყველაფრისთვის ვიხდით რა. კი, ყველაფრისთვის იხდი. ვაფშე ყველაფერი ფასიანი გამოდის რა. გულწრფელობა. კი და ესეთი ფორმით გადახდა, გაცილებით უფრო ძვირი არის, ვიდრე ჯიბიდან რო ფული ამოიღო და გადაიხადო. და რატომღაც ან ხალხს რა პრობლემა აქვს რა ღირებულებები აქვს არეული რა გონიათ რომ აი ის ფული არის მთავარი და შენ ჯანმრთელობას რო იხდი ეგ არაფერი არ არის კაცო მე ხა იმას რეივზე წავარ ციგნი მაგას გეუნები რომ ეგ ამოვიღოთ რა რომ ამაზე ესეთი ციგნები და გადაცემები და რაღაცები მოწოდებები უფრო მეტი უნდა იყოს რომ მაგრამ იცი რა არის ნუ ჩვენ რაღაც ჩვენ სას ჩავაწვეთებთ და ვინც გადარჩება ასე ვთქვათ გადარჩება მაგრამ გლობალურად რაც არის კი ეხა ძალიან კაი უკვე სხვა სიმაღლიდან უნდა მარტო ფულით არიხთი ხო შენ წირავ ყველა ფული არის ყველაზე დრო ფულზე ძვირფასი ყველაზე ნაკლებად ღირებული რითიც შეიძლება გადაიხადო არის ფული იმიტომ რომ ფული შეიძლება იშოვო უთვალავი და სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და დროს და რაღაცებს უთვალავს ვერ იშოვო ბობ მარლის რო კითხეს ხო აზეხა მდიდარი ხო გახსოვს კი ვიცი ძალიან მაგარი ინტერვიუა კი ხო და აი ღირებულებებში არის დღეს დიდი კრიზისი ძალიან მაგარი ხო გულწრფელობას ღირებულებები აქვს ადამიანებს არეული. დაალაგდება მე მგონი, ვისწავლიან ჭკუას რა. აი ამერიკაში სხვათა შორის დროის ფასი იციან. ბრავი, ამერიკაში მე მგონი ყველაზე მეტად ფული ფასობს რა. კი, მაგრამ იმ დროს იყენებენ იმისთვის რომ ბევრი ფული მოიხვაჭო. ნახე საქართველოში უფრო აფასებენ დროს თუ ამერიკაში, ხო? ხო, ნუ ამერიკაში ალბათ. ყოველ წამს ეგეც ალბათ ცნობიერების დონ ახლა არა მან მე მგონი სისტემა არის სისტემაც ეგეთია რომ ეგრეთ თუ არიზავ რაღაც ხო ბაზარი არა მოგიწევს ქუჩაში ცხოვრება ეგეც არის და ისიც მგონია რასაც ეხა ჩვენ ვაზრობ ეგეც რაღაც ჩაწვეთებული იქნება მაგ ყველაფერში იცი რა არის დასავლეთში სხვა კულტურა არის რა აი გუტყუარი არის რა ეხა ქართველს გონია რომ რასაც ეხა იშოვის დღესვე უნდა წავიდეს და ავოიე და რაღაცეები და იქ არა აქვს ეგ მიდგომა რა ჯერ სწავლა მერე ეს ისა უნდა დაალაგოს ცხოვრება და აი მერე ბოლოს შეიძლება დაიწყოს ეს გართობა და რაღაცა ისიც თუ შემორჩა მაგის ხალისი და აქ იწყებენ აი ნარკოტიკები და ისა და კლუბი და რაღაცა ბავშვობიდან და ვეღარ მიდის იმ ეტაპამდე რომ რაღაცა შექმნას საერთოდ რა და აი ყველა მიმართულებით ესა რა ქვია ყველაფერში დასავლეთი უნდათ და აი ამ ფუნდამენტურ რაღაცაში იმაშვებიან გვერცულიან რა რაც არის ანუ რაც ყველაზე მეტად ჭირდება ალბათ ქართველს რა ყველაზე მეტად მაგის ყველა ნაკლებობაა ყველაზე მეტად ჩემი აზრით რა იმენა ეგრეა ბიჭო აი ტრეკებს რო უსმენ ქართულს არ გონია ბიჭო ვარას ბაზრობს რა რა უნდა აი პელეს ქონდა იმ დღეს მაშინ ნათქვამი რაღაცას უსმენდი რომ ბიჭო ვაფშე სხვაგან ცხოვრობს ეს ტიპი საცხოვრობსო რა რაღაცა იარაღიო და რაღაც მიჭრა მოჭრაო და ვაფშე არ ხთებაო იქო იცი რა არის ტრეკებს რო უსმენ სწორი რაღაცას გაუსვა ხაზი ვაფშე არ ხთებაო რა არა აი რაღაცა ქართულ ტრეკებს რო უსმენო აი ხო შენს რაღაც გულწრფელობაზე ბაზრობდი მგონი თუ რაღაც არ არის ნაღდის პონტი გამოდიოდა რომ მაგას ამბობდა ალბათ რომ არ ვიცი ხა მე ვინ რას ბაზრობს რამდენად გულწრფელი არის მომეწონა და შენს რაღაც პონტში მაგას გეკითხები რომ ეგრეა რომ მე ვერ ვიტყვი ეხლა სხვა რეპერი რა ცხოვრებით ცხოვრობს შეიძლება მაგის რეალობა არის დაჭრა მე არ ვიცი მაგრამ მე შეიძლება არ იყოს ჩემთვის ეს თვითონ ღირებულებები რაზეც მიდის საუბარი იმდენად არ იყოს ჩემთვის ახლოს თუნდაც როგორც Lil Wayne-ის შემთხვევაში არის რა მაგრამ ტექნიკა კონდეს იმას და მე ყოველთვის დავაფასებ ანუ ეგრე უყურებ შენს შეშევსავით უყურებ თუ ტექნიკა არის და რეპავს ანუ იცი რა არის აი სხვათა შორის დიდი ხანი არ არის რაც მაგას ეგრე მკაცრად ვისწავლე მაგის შეფასება რა რომ აი ტიპი რომ რეპავს რომ ბაზრობს რა აი უნდა რეპავდეს აი არ ვიცი ჭყალებში რეპავდეს ანუ უნდა იგრძნობოდეს რომ აი რაღაცას როგორ ვთქვა რა აი რეპივით უნდა მოდიოდეს თუ აი თესლობა უნდა იყოს რა რაღაცნაირად შეიძლება გოიმურიც იყოს მაგრამ რაღაცა მანერა თუ ტექნიკა თუ აი რაღაცა შესრულება მოწოდება უნდა იყოს საკაიფო რა მეც შესავით თორ ზუსტად
ხო და აი ეს არის მნიშვნელოვანი და იცი რა არის როგორ იდეალური ქართული ტრეკი ალბათ არ მომისმენია მაგრამ ვცდილობ რომ კონცენტრირებული ვიყო დადებით მხარეებზე თუ მაგარი ისა აქვს შესრულების მანერა ამას ვაქცევ ყურადღებას თუ კარგი რითმები აქვს თუ ოსტატურად ამბობს რაღაცას ხატრული ხერხები თუ აქვს გამოყენებული თუ დიდარი ლექსიკონი აქვს ამას ვაქცევ ანუ რაც არის იქიდან გამომდინარე რა შეიძლება რომ აქედან ღირებულია რეპში ეგ ყველაზე მეტად ვის არა აქვს დღეს ვის არა აქვს ხო ვის არა აქვს აი ვინც შეიძლება პოპულარულია და უსმენ თორე ხა ანდერგრაუნდში თუ ზის ეხა ეგ ისედაც ზის და ზის ესე როგორ თქვა არა ვინც პოპულარულია რაღაც ღირებული ყოველას აქვს ხო ვინც პოპულარული არის ყველა არ იქნება ხო ეს ხო რაღაცის გამო არის რა ოკეი ბირჟა მაფიაზე ვერ ვიბაზრებთ მაგრამ ისტორია ყველაფერზე ბაზრობს ყველაფერი ისტორია ყველაფერი იცის ხო მაგ თემაზე და ძალიან მაგარი რაღაც გააკეთე შენ რა ვაფშე მე მინდა კი აუცილებლად დავაბუნე მაგაზე ბევრი გაქვს ნალაპარაკები და შემდეგშიც რომ მოხვალ თუ მოხვალ გამისწორდება გავავწოთ ეგ თემას ბირჟაზეც ვიბაზროთ ეგ შენ რაც გააკეთე და თქვენ რაც მოხოდით ხო და საერთოდ ერთად მოვალთ მე და კაკი ერთად მოდით ბაზარი არ არის თო KG არ მოვა KG აღარ არის და ბაზარი არ არის ერთად მოდით ისეთი გაგვი მაგაზე ცალკე ვიბაზროთ იმიტომ რომ ისტორიაა და ეხა ვინ არის ის ხო ეგ ამბავი და მაგითი რას ეტყვი ხალხს რომ აი მაგან რაც მოგცა შენ და რაც მე გაძლევს საფუძველს რომ რაღაცა თქვა ხალხს უთხრა ბირჟა მაფიაზე ისეთი რომ გაუსწორდეთ და ეხლა ამ მომენტში ერთი ის მომენტი ვაქვს რა იწეგანაც ვახსენეთ რა რომ აი ეს არ ვიცი ხა რამდენად მაგას ეხება ხოლმე რა მაგრამ აი ხშირად მსმენია რომ აი რეპერი ნამდვილი უნდა იყოს თუ რაღაცა ჯერ ერთი ხელოვნება არის და ესე დოკუმენტურად ვერ იქნება რომ აი ხა წყალი და ჭიქა და მიკროფონი და მასე ქუდი აქ მიდევს ეგრე ვერ გარეპავ რა რაღაცა ცოტა განზოგადოებული იქნება და ბირჟა მაფია არსად არიბრალებს რომ ეგეთი არის და არც მაგის პროპაგანდა არის და ხო და ანუ საერთოდ ეგ ისა აქვს რა არგუმენტად თითქოს ვიღაცებს რომ ალბათ უფრო რეპერებს რა რომ აი ესენი რაღაცას ატრაკებენ და ეგეთები არ არიან თუ რაღაცა ბიჭო მაგას კი არ ვატრაკებ ღმერთმა დამიფაროს ჯერ მაგის მსგავსი რო ვიყო ანუ მუღამი ის არის რომ ხვდებია რომ ეგ შარჟია ხო მე მგონი არ ვიცი შეიძლება მე მეჩვენება და ეს არის მაგრამ ესეთი სტაბეჭლება შემქმნია რა რამდენიმე შემთხვევაში რა ეხა დაკონკრეტება არ არის საჭირო ალბათ ძალიან მაგარი პროექტი აი დონერო გაქვს ტრეკი ხოთა შორის გუშინ იყო რამდენი წელი გავიდა 10 წელი გავიდა დონეს დადებიდან ზუსტად გუშინ 10 წელის წინ აუ ხედავ ზუსტად გავიხსენე ზუსტად დაბადების იუბილეა ხო ძალიან ყველი რატო აიღე თუ არა მიიღე არა დევს კი დევს არა მაგარი ტრეკია კაროჩი მაგაზე მე გავაგზავნოთ ხო იქ მან ეგ ცალკე ისტორია ცალკე ვაფშე თემა რა საოცარი თემაა ხო იმენ NWA ქართულ ვერსია შეიძლება მე უფრო მეტია ვიდრე ამერიკისთვის ეგ იყო შეიძლება არ ვიცი ეგ დრო აჩვენებს მაგას რა ჯიგარი ხარ იანგ და გამისწორდა შეინახო და კიდე ბერჯერ შევხვდით შემდეგში ბირჟა მე გავამეორებ ხოლმე სტუმრებს შემდეგში ბირჟა მაფიით და რაღაც უფრო ახალი და რაღაც ახალი მისის გვექნება და ისაუბროთ იმაზე სიახლეები არ მოიწურება რა ჯიგარი ხარ მოსვისთვის მაო და გაიხარე წარმატებები ბეთლში და კარიერაში გაიხარე ასევე ჯიგარი